ოკეი, მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ აქ მოხვედით. დღევანდელი თოქის თემა იქნება თუ როგორ უნდა გავხდეთ პროგრამისტი. ანუ დღევანდელი შეხვედრის განმავლობაში გაგიზიარებთ ჩემს რჩევებს, გამოცდილებას, როგორ მოვედი აქამდე და თან მოგიყვებით რა გავაკეთე არასწორად, რა უნდა გავაკეთოთ სწორად, რაღაცები უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ აი 5 წლის რაღაცები ხდებოდა, ეხლა ბევრი რამე განსხვავებული არის და მაგებსაც გეტყვით. სამ მაგაზე გადავიდოდე. პირველ რიგში გეტყვით ვინ ვარ მე. მე ვარ თემო, 20 წლის. ამ სფეროში ვარ უკვე 3 წელი თქმის. თან მენტორობ, თან მუშაობ პროგრამისტად. და როგორ მოვიდი აქამდე, ეხლა მოგიყვებით მაგაზე პატარა ისტორიას. კურიერობიდან პროგრამირებამდე. მოკლედ სულ თავიდან ამ სფეროში რა თქმა უნდა არ ვიყავი. 18 წლის რო გავხდი, დავიწყე კურიერობა, რომ რაც ჩემი ჯიბის ფული მქონდა, მაგრამ ეს სფერო სულ მაინტერესებდა. აი დაახლოებით მე-10 კლასიდან მიტაცებდა. ადრე დავიწყე თამაშების შექმნით. იდეაში თამაშებმა შემაყვარა ეს სფერო. თამაშები ძალიან მიყვარდა და ძალიან მაინტერესებდა იმის უკან რა იდგა. ან როგორ აწყობდნენ ამ თამაშებს, მაგის უკან მაინტერესებდა რა ხდებოდა. ხო, დავიწყე მაგ თამაშების აწყობა. რაც მარტივი თამაშები გავაკეთე და მე დავფიქრდი, ანუ ძალიან მომწონდა ეს სფერო. თუმცა მაინც ვფიქრობდი, იმიტომ რომ ეს სფერო უნდა გქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, უმეტეს ვარ მაინც. და მაინტერესებდა მართლა ეს იყო თუ არა ჩემი სურვილი, რომ აი ამ სფეროს მივწვეული ვიყავდეს, რა ვთქვათ. და გადავწყვიტე, რომ სხვა სფეროებიც მესწავლო და იდეაში ეგ რჩევა მექნება თქვენთან, რომ ბევრი მეკითხება, როგორ მიხვდე, რა სფერო მაინტერესებს. ესე მე ვერ გეტყვით და თქვენც თავიდან ვერ გეცნობათ რა სფერო გაინტერესებთ. უნდა დაждდეთ და სწავლოთ რამდენიმე სფერო, ანუ რაღაცები ისწავლოთ, ბეისიკები და თქვენ თვითონ მიხვდებით მე, რომელი სფერო უფრო გიტაცებთ. აი ჩემ შემთხვევაში მაგალითად სულ თავიდან თამაშებიდან დავიწყე გრაფიკული დიზაინით. უბრალოდ კომპიუტერები რაღაც მაინტერესებდა ტექი. მომეწონა, მაგრამ იქნებ სხვა სფერო უფრო მომწონებოდა, უფრო კარგად. მე game development-ზე გადავედი, ეგეც უფრო მომეწონა, მაგრამ მე უკვე ვებსაიტს გადავედი, სიღრმეებში ჩავედი. რაღაცა უფრო რთული საიტებისაც ყოვისწავლი და მიხვდი რომ ეს სფერო არის ის სფერო, რომელსაც დავახარჯავდი ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს. და გადავწყვიტე რომ გავხდარიყავ პროგრამისტი, მაგრამ უკვე ჩავაბარე უნივერსიტეტში. და იდეაში უნივერსიტეტს მინდა ერთი სიტყვა გითხრათ. სადაც არ უნდა ჩააბაროთ, რა უნივერსიტეტში არ უნდა ჩააბაროთ, ნუ MIT-ს არ ვგულისხმობ, ტოპ უნივერსიტეტებს. იდეაში მაინც მოგიწევთ თქვენით ბევრი სწავლა და განვითარება და ჩემს შემთხვევაში იგივე იყო. ნუ თავიდან რომ დავიწყე სწავლა, ნუ ცოტა იმედები გამიცრუდა, იმიტომ რომ მეგონა რომ უფრო უკეთესი რაღაც გარემოდან ხდებოდა სკოლასთან შედარებით. მაგრამ ესე არ მოხდა. ამიტომ დავიწყე ისევ ჩემით განვითარება და მეორე კურსზე მეორე სემესტრში გადავედი უკვე დავიწყე სტაჟიორად მუშაობა game development-ზე და პარალელურად უკვე მაგდროს დავიწყე მუშაობა მენტორად front-end-ის განხრით. უბრალოდ უნდა მიმეიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ ან ერთში დავჩენილიყავი, ან მეორეში. და ბევრი მეკითხება მაგას, რომ აი front-ის რო ვისწავლო, back-ის რო ვისწავლო, ან web-ის რო ვისწავლო და თან კიდევ ესრთხება, რატომ მისჩევ თუ არა მაგას. მაგრამ მე მაგას არ გიჩვენთ და მეც მქონდა ეგ მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რომ ან ერთი უნდა მერჩე, ან მეორე. ზოგადად რაც უფრო მეტი იცით, კარგია, თუნდაც ერთ სფეროში ხართ და მეორე სფეროს ან დომეინის საკითხები იცით, ძალიან მაგარია. უფრო ფართო ხედავ ყველაფერს, მაგრამ საწყის ეტაპზე ჩემი რჩევა იქნება, რომ ერთ სფეროზე კონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ყველაზე კარგი არის, რომ ერთი სფერო იცოდეთ ძალიან მაგრად, ვიდრე ორი ან რამდენიმე ნორმალურად. იმიტომ იდეაში თქვენი მიზანი თავიდან უნდა იყოს, რაც შეიძლება მალე ერთ სფეროში რაღაც პროფესიონალად ჩამოყალიბება და ამ სფეროს განხრით მუშაობის დაწყება, რომ შემოსავალი გქონდეს. და მერე უკვე თუ სხვა სფეროები გაინტერესებთ, აი მერე უნდა დაიწყოთ მაგრების სწავლა. აქ მაქვს ჩამოთვლილი რაღაც სლაიდები, რჩევებს გაგიზიარებთ ახლა. როგორ უნდა დავიწყოთ პროგრამირების სწავლა, როგორ გავხდეთ პროგრამისტები და როგორ მომეზადოთ job searching-ისთვის, ანუ როგორ დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში. მაგრამ თავიდან ყოველთვის მნიშვნელოვანი არის გაიაზროთ თუ რის კეთება მოგიწევთ ამ სფეროში. ანუ პირველი საკითხი თქვენთვის არის პროგრამისტის როლის გააზრება. ანუ რას გულისხმობ? ანუ პროგრამისტი არის ადამიანი, რომელიც ძალიან მარტივად ფიქსავს, ანუ აგვარებს პრობლემებს.
და მორჩა, ანუ იმის იქით მეტი არაფერი არ, ანუ ასე ზოგადად მარტივად ეს შემიძლია რომ ჩამოყალიბო. ანუ ის მომენტი, რომ სწავლის პროცესში ბევრი რაღაცა გიჭირთ და ერეს უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ყველას უჭირს თავიდან, მეც ამიჭირდა თავიდან, არის ნორმალური. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში უნდა მივხვდეთ, რომ თქვენი მთელი ამ პროფესიის განმავლობაში მაგის გარდა სხვა არამის გაკეთება არ მოგიწევთ, ანუ რაღაცა პრობლემა გაქვთ, უნდა დაждდეთ და როგორმე იპოვოთ აი ამ პრობლემის სოლუშენი, ანუ როგორ უნდა დაფიქსოთ ეს პრობლემა. და მაგას რომ მივხვდებით, უკვე ახალი ფაზა დაიწყება, რომ მივხვდეთ იმის რომ რაღაცები არ გესმით, არ აუშავს. ანუ ძალიან ჩვეულებრივი მომენტი არის, იმიტომ რომ თქვენ რო ხა სწავლას იწყებთ და რაღაცები არ გამოგდით. წარმოვიდგინეთ, ყველა თქვენი თანატოლი, ასე რომ ვთქვათ, ვინც თქვენ დონეზე არის ახლა, იგივე პროცესს გადის, ანუ გამონაკლისები არ ხართ, რომ რაღაცას ვერ იგებთ საერთოდ. ამიტომ ეგ უნდა გაიაზროთ, რომ ეგაა თქვენი როლი როგორც პროგრამისტის და არ უნდა გაჩერდეთ რაღაც 1-2 გაუგებარ საკითხზე. 1-2 არ იქნება, ასობით იქნება დამიჯერეთ. და ნუ ხო ეს პროგრამის საქმეს არის პრობლემის გადაჭრა. და ასე უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემა. ანუ სწორი მიდრომა გვჭირდება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ეხლა ძალიან ზოგადად გეტყვით ამის შესახებ დეტალებში არ ჩავალ, იმიტომ რომ მაგას უკვე რაღაცა კონკრეტული პროგრამირების ენის უნდა ჭირდება. მაგრამ ზოგადად უნდა გავიაზროთ, რომ პრობლემის გადაჭრა ასე ერთიანად არ ხდება. ანუ პროგრამისტები როგორც რაღაცა პრობლემას წავაწყდებით, ერთიანად არ ვფიქსებთ. არის რაღაცა ეტაპები, რომელიც უნდა გავიაროთ. მაგალითად, ყველაზე კარგი გზა არის, რომ დავყოთ დიდი პრობლემა პატარ-პატარა ქვე პრობლემებად. ანუ მაგალითად, ერთი დიდი ამოცანა რო გვაქვს, ეს ერთიანად რო შევხედო, გინდა ამოცანა აიღეთ, გინდა ვებსაიტი აიღეთ, გინდა თამაში აიღეთ, ანუ რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი პრობლემა არის. ანუ საიტი უნდა აწყოთ, რომ გეუბნებით, ეგ უკვე პრობლემა თქვენთვის, იმიტომ რომ რაღაცები არ იცით. და ასე ერთიანად რო შევხედოთ, თავიდან ვერ მიხვდებით ყველა ასპექტს, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ თუ ამ საიტს ან პატარა ამოცანას ან ალგორითმს დავყავთ პატარ-პატარა პრობლემებად და საკითხად გადავჭრით, ეგრე უფრო მარტივი იქნება ამ პრობლემის გადაჭრა საბოლოო ჯამში. და ეს ის რჩევარი, რომელიც ბევრს ავიწყდება ხოლმე, აი ბევრი სტუდენტი ყოლია, რომ ერთ რაღაც პრობლემას შეხედავს გარედან, ანუ შიგნით არ უხმარდება, პატარ-პატარა ქვე პრობლემა დარყოფს და მერე უჭირს და ეგიც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. და დარწმუნებულია, რომ ბევრს გაგიგიათ ამ სფეროში ძალიან ბევრი ტექნოლოგია ან ენა, მაგალითად JavaScript, Python, C#, web developer, რაღაც React developer და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენი მიზანი არ არის, რომ რაიმე კონკრეტული ენა ისწავლოთ. ანუ არ უნდა ისწავლოთ JavaScript, ან არ უნდა ისწავლოთ Python. თავი არის, რომ ისწავლოთ თუ როგორ უნდა ისწავლოთ და ახლა ამაში რა ზულისხმობ. აი მეც სტუდენტები მყავს და ზოგადად ალბომში ყველა მენტორი ეგრე ვიცევით, რომ ჩვენი თავი მიზანი არ არის, რომ სტუდენტს ვასწავლოთ JavaScript ან Python. ეგ არ მაინტერესებს საერთოდ. ანუ ჩემი მიზანი არის, რომ სტუდენტი რომ მოვა, მე და რო წავა მერე, ისე განვითარდეს, რომ ჩემი დახმარება აღარ დაჭირდეს. უბრალოდ ამისთვის ვიყენებ კონკრეტულ ტექნოლოგიას, აი მაგალითად JavaScript-ს ვიყენებ იმისთვის, რომ მას ჩამოუყალიბო უნარი, რომ დამოუკიდებლად განვითარდეს და რაც შეიძლება მალე აღარ დავჭირდე. და თუნდაც დამოუკიდებლად ისწავლოთ, თუნდაც მენტორთან ერთად ისწავლოთ, მნიშვნელობა არ აქვს. თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, თუ როგორ უნდა განვითარდეთ დამოუკიდებლად. იმიტომ რომ თავიდან მენტორი რომ წავდეთ, ანუ მენტორი ხო სულ არ გეყოლებათ. რაღაც მომენტი იქნება, რომ ეს სამსახურს დაიწყებთ, ნუ ყოფილა მომენტები რო არის სამსახურის დაწყებისას მენტორები რაღაც ტასკებში ვეხმარებით, მაგრამ სულ მენტორი და ვიღაცა ზემდგომი პირი არ იქნება თქვენ გვერდით. ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ამ სფეროში არის, რომ ისწავლოთ დამოუკიდებლად განვითარება. ეს სფერო დღითიდღე ყოველთვის ვითარდება, სულ ახალი მასალა შემოდის და მე რომ დღეს რაღაცა გასწავლოთ, ერთი ტექნოლოგია, 3 წლის მერე ანუ ჩემი ახსნილი მასალა უკვე ფას დაგარგავს, იმიტომ რომ 3 წლის მერე სხვა ტექნოლოგია იქნება, ან იმ ტექნოლოგიის განვითარებული ვერსია იქნება და ის ახალი უნდა ისწავლოთ. ამიტომ თავი არის, რომ გქონდეთ უნარი განვითარდეთ დამოუკიდებლად. ეგა ერთ-ერთი ყველაზე კარგი სკილი, სერჩინგის სკილი. ბევრი შრომე და იწვევი პროგრამირების სწავლა მარტივი არაა. დარწმუნებული ვარ, ბევრ შეხვედრიათ, გინდა Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, სოციალურ ქსელებში, ეგეთი ნარატივი, რომ პროგრამირების სწავლა არის ძალიან მარტივი. და უბრალოდ დაჭდები, რაღაც აუზიდან ისწავლი, ან წახვალ მთაში, ნებისმიერ დღეს იმუშავებ. რაღაც მხრივ მართალია, ხო, გეტყვით,
რა ასპექტში ეგ მართალი. ვიღაცა რა თქვენ გეუბნებათ, რომ აგერ ძმაო, მე პროგრამისტი ვარ, აი თაში წავალ, ანუ ევროპაში წავალ, ან სხვა წავალ, ყველგან ლეპტოპი მაქვს და ახლა მუშაობ. თვეში მაქვს რაღაცა 5 ხელფასი შემოსავალი და მოდი ჩემთან ისწავლე და შენც ასეთი იქნები. ეს რა მხრივა მართალი. ეგეთი ტიპები ძალიან ბევრი არსებობს და მართალს ამბობენ, რომ აი მართლა 5 ხელფასი აქვთ, სადაც უნდა წავლენ და იქნები მუშაობენ, მაგრამ იმას არ გეუბნებიან, რომ მაგამდე მისასვლელად საჭირო არის რამდენიმე წელი. 2, 3, 4 ზოგადად შეიძლება უფრო მეტი წელი. მაგას არ გეუბნებიან და ბევრს რჩება ის შთაბეჭდილება, რომ რაღაცა კურსს რო აიღებ და აი 8 თვე ისწავლენ 1 წელი ისწავლე, მე 10,000 ლარი გექნება ხელფასი და აი სადაც კი იქიდან იმუშავებ. ეგრე საერთოდ არაა. მაგისთვის შეიძლება ძალიან ბევრი შრომა, წვალება და წლებით განვითარება. მარტივ ეს სფერო საერთოდ არაა. ბევრი არ ამბობს იმ გზას თუ რა უნდა გაიაროთ ამ სფერომდე მოსასვლელად. აი მეც მაგალითად თავიდან რომ დავიწყე, მიწევდა რა იდეა შემისურვილით იყო. ანუ დღეში ვსწავლობდი 8 საათი მინიმუმ. ანუ რომ დგებოდი საწოლიდან, ეგრევე ლეპტოპზე ვждებოდი და მე რომ წებოდი საზინებლად. ანუ ჭამას მოვიწყებოდა, ყველაფერი მოვიწყებოდა, გარეთ არ გავდიოდი, ერთი თვე საერთოდ სახლიდან არ გავსულვარ. და ნუ მე უფრო მოუკელი სწავლის ტემპს, იმიტომ რომ ეგრეს არ შეიძლება მოგწონი სწავლა, მაგრამ თავარი იმის თქვა მინდა რომ საჭირო არის რომ ძალიან ბევრი ისრომოთ და რაღაცა დათმოთ და მაგაზეც ვისაუბრებ. და ვიღაცა თუ ამბობს რომ აი ყოველდღე 1 საათი მეცადინე და აი წარმატებას მიაღწევ, ეგრეს არ არის. 5 წლის წინ ეგრე იყო კი, ძალიან ცოტა საკითხის ცოდნა გიწევდათ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო დასაქმება, მაგრამ ეხლა უკვე ეგრე არ არის. აი დღეში რომ 1 საათს სწავლობთ, თქვენი მეზობელი სწავლის დღეში 5 საათს და აქ ამ სფეროში ყველაფერი არის კონკურენციაზე. ანუ ისე არ არის რომ რაღაცა ფიქსირებული წერტილი არის, აქამდე მივიდო და უეჭველი მუშაობას დავიწყებ. ანუ კონკურენციაზე არის როგორც მთელი სამყარო, ეს სფეროს აბსოლუტურად ვიღაცას უნდა აჯობოთ. ანუ თქვენ 1 საათი სწავლობთ, ვიღაცა 5 საათი სწავლობს და მანდაც გააჩნია სწავლების ხარისხს და რამდენად მარტივად ითვისებთ, მაგრამ ზოგადად რო ავიღოთ, ანუ ის გააჯობებთ. ამიტომ ჩემი აზრით დღეში მინიმუმი ალბათ 2-3 საათი მაინც არის. რომ ყოველ დღე 2-3 საათი გამოყოთ, დაждდეთ და რაღაც ახალი ისწავლოთ. შაბათ-კვირას ჩათვლით. ანუ აქ შაბათ-კვირა დავისვენებ და მოდი აღარ ვისწავლი, დაღლილი ვარ, ნუ დაღლა შეიძლება ხო რომ დავისვენოთ, მაგრამ აი შაბათ-კვირას მაინც უნდა გამოყოთ რომ ისწავლოთ, უფრო მეტიც კი. იმუშავე შენს თავზე ყოველ დღე და გამოიმუშავე დისციპლინა. რატომ არის ახლა აუცილებელი რომ ყოველ დღე ისწავლოთ და ყოველ დღე რაღაც ახალი შეიძინოთ ამ სფეროში. ეხლა მე მაგალითად მქონი რაღაც ჩავარდნები რომ ერთი დღე არაფერი არ გამიკეთებია, მაგრამ ბოლო ამ 3 წლის განმავლობაში ალბათ 20 დღეც არ ყოფილა ეგეთი რომ აი იმ დღეს არაფერს არ ვაკეთებ, ანუ ყოველ დღე რაღაცას ვაკეთებ მაინც. მაგრამ ეგ კიდევ ჩემთვის ნაკლებად ზარალის მომტანი იქნება, ვიდრე იმისთვის, ვინც ახლა იწყებს სწავლას. მაგალითად, მე დავიწყე სწავლა ახლიდან, 0-დან ვიწყებ სწავლას. ერთი თვე მივყევი, ან ერთი კვირა მივყევი, ყოველდღე მეცადინეობ, ჩემ თავს დავუთქვი რაღაცა მიზანი, რომ დღეში 4 საათი მეცადინებ მაგალითად. და ერთი თვე რო გავიდა, მე ერთი კვირა გადავწყვიტე, რომ დამესვენა. ეხლა რა ხდება ამ ერთი კვირის მერე? ერთი კვირის მერე ის ხდება, რომ იმ ერთ თვეში რაც ვისწავლე, ნახევარი აღარ მახსოვს. იმიტომ რომ სანამ კარგად არ გაიაზრებთ აი ამ მასალას და სამ თავში არ დაილექება. მანამდე ისეთ პროცესში ხართ, რომ აი რაღაც ერთ დღე რო ჩააგდოთ, ჩათვალეთ, განა უბრალოდ არაფერს არ აკეთებთ. არამედ ერთი ნაბიჯით უკან დგავთ თქვენ პროგრესს რა. და ეგ თავიდან მე რო კარად ერთი წელი რო გავა, წელიწად ნახევარი რო გავა, მე შეიძლება. და ეხა იმასაც არ ვამბობ, რომ აი გინდა თუ არა ყოველ დღე თავი დააკალი და იმეც აი ნუ ადამიანები ვარ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ნუ შეიძლება რაღაცა day off-ები ავიღოთ. მაგრამ თუ რაღაცა მნიშვნელოვანი არ ხდება, აუცილებელი რომ ყოველ დღე ჩვენ თავზე ვიმუშაოთ და გამომუშავოთ დისციპლინა. და არ არის აუცილებელი რომ აი რო ავდგები დღეს ლოგინიდან აი мотиваცია რომ ექნება, მარტო მაშინ დავждდე და ვიმეცადინო. და ეგა ყველაზე მწარი რეალობა იდეაში რომ мотиваცია მარტო გექნებათ სწავლის დაწყებიდან ალბათ პირველი 2 კვირა მაქსიმუმ რა. იმის მერე мотиваცია გაქრება, იმიტომ რომ ეგ 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა თავიდან ძალიან მარტივი საკითხების სწავლა მოგიწევთ
და ორი კვირის მერე ცოტა რთულ საკითხებს გადავხვალთ, мотивაცია დაგივარდებათ, იმიტომ რომ რაღაცებს ვერ გაიგებთ აუცილებლად. და იქ გარდაუვალე რომ რაღაცებს ვერ გაიგებთ. იმიტომ რომ ყველა ეგრე იწყებს თავიდან. და მაგროს უნდა გაიაზროთ, რომ мотивაცია არ არის ის მამოძრავებელი ძალა, რომლითაც უნდა გაგრძელოთ ამ სფეროში მოღვაწეობა. ანუ ჯერ ერთი უნდა გაინტერესებდეთ ეს სფერო, ანუ ისე არ უნდა დაიწყოთ სწავლა, რომ სწავლა რა სერიოზულად ამ საქმის აღება, რომ არ გაინტერესებდეთ. თავიდან ინტერესი უნდა შეექმნათ და თავიდან ვერს გასვენებად გაინტერესებთ თუ არა, თუ არ დაიწყეთ სწავლა, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე თუ გადაწყვეტეთ, რომ აი ეს სფერო არ მაინტერესებს და უბრალოდ ფულის გამო ვაკეთებ ამას, გირჩევთ რომ გაჩერდეთ და სხვა სფეროში გადაინაცვლოთ, იმიტომ რომ ანუ ჩემი აზრით, თუ მარტო ფული არის ვიღაცის მამოძრავებელი ძალა, რომ ამ სფეროში ფეხი მოიკიდოს, იმას არაფერი არ გამოუვა. ყოველ შემთხვევაში 99.9% მაინც. იმიტომ რომ მართალია ამ სფეროში ძალიან კაი შემოსავალია. ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ დაიხვეწებით და წარმატებას მიაღწევთ, შემოსავალი ძალიან კარგი იქნება, ანუ არაფერი პრობლემა არ იქნება მაგ ხრივ, მაგრამ თუ თქვენთვის ფული არის ერთ-ერთი мотивაციის წყარო, მაგროს ეხლა რა მოხდებოდ? მაგას გადავთ ზუსტად. გავა 6 თვე, გავა 9 თვე, გავა 1 წელი შეიძლება. სამსახურს ვერ იშოვით და იდეაში 1 წელი სწავლობთ, ინტერესი არ გაქვთ და ის ერთადერთი რაღაც რის გამოც დაიწყეთ სწავლა, ეგეც არ გაქვთ. ანუ ფული არ მოდის, იმიტომ რომ მუშაობას ვერ იწყებთ. და მაგროს უეჭველი იქნება ეგ მომენტი, რომ თავს დაანებთ უკვე ოღონდ 1 წლის დაგვიანებით. ამიტომ თუ ფული არის мотивაციის წყარო ვიღაცისთვის, იმას ურჩევდი, რომ საერთოდ გაანებოს ამ სფეროს თავი, იმიტომ რომ ყველაფრიდან წარმატება მოდის, მხოლოდ მაშინ, როცა ის სფერო ძალიან გაინტერესებთ და გულით გიყვართ. იპოვე community და mentori და mentors როლზეც ვისაუბრებ ახლა. ბევრი არის რომ სწავლობს და მოვყიდებოდ, ახლა მე მაგალითად mentori არ მყოლია, ყველაფერი ვისწავლეთ ჩემით. თუმცა მაგას რაღაცა ბევრი მინუსი ჰქონდა, იმ მაგალითად ამ სფეროში კი ვარ 3 წელი, ოღონდ 3 წელი ვარ აქტიურად, აი როცა მართლა დავჭექი საბოლოოდ და გადავწყვეტე რომ აი დღეს დავიწყებ სწავლას და ამის მერე აღარ გავჩერდები, აი მაგ 3 წელს გულისხმობ. თუმცა მანამდეც ყოფილა შემთხვევები, რომ დამიწყია პროგრამერების სწავლა და გავჩერებულ ვარ. და რას გავჩერებულ ვარ, ხა ბევრს გეცნობათ, რაღაცა HTML მაგალითად, ხა ვინც რაღაც ჩემ ლექციებს უსმენდით, აი უმარტივესი არის თავიდან, როდესაც რაღაცას კითხულობ, რაღაც მარტივს აკეთებ ძალიან და პატარა საკითხი გაიჭედები. აი მეც მქონდა ეგ, აი სულ პირველად რასაც სწავლობ ამ სფეროში, ერთ-ერთი პირველი 10 ხაზი კოდი რაც არის, მაგაში გავიჭედე და მე 1 წელი დავანებე სწავლას თავი, იმიტომ რომ мотивაცია დამივარ და ეს თუ ვერ გავიგე, დანარჩენს ვერ გავიგებ და ნუ მოკლედ ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. და აქ მენტორის როლი შემოდის იმაში, რომ იდეაში იგივე სიტუაცია აქვს ხოლმე ჩემს სტუდენტებს. უბრალოდ მე რო ვყავარ და მე რო ვიცი რა სერტულები გადავიტანე, ეგ როგორ უნდა გადავალახო, ან სხვას როგორ უნდა გადავალახინო, აი მაგით უმარტივებ საქმეს, აი мотивაციის დაკარგვა რო აქვს მაგალითად мотивაცია რო ეკარგებათ, მაგაში ვეხმარები რომ აი მოდი იცი აქ არა გაჩერდე, მე შენსავით ვიყავი, ან ყველა შენსავითაა და მოდი გავაგრძელოთ სწავლა. ან ყოფილა ხოლმე მომენტები რომ სიტყვაზე რაღაც ძალიან პატარა პრობლემა მქონია და მაგას დამიხარჯავს 2-3 დღე. როცა ეხა იგივე პრობლემაში ჩემი სტუდენტი იჭედება, ვეხმარები 5 წუთში. ანუ და ეგ 2-3 დღე რო მეხარჯე ერთ პრობლემაში, ეგეთი პრობლემა არის ერთი რაღაც 100, 200, 1000 ცალი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. და ეგა მენტორის როლი ძალიან ბევრ დროს გაზოგინებთ, სწორ გზას გაჩვენებთ და ასე შემდეგ. და ეხლა მინდა რომ პარალელი გავალო ადრინდელ დროზე, აი მაგალითად ავიღოთ რავი 7-8 წლის წინანდელი პერიოდი. მაშინ ეგეთი დრო იყო, რომ ბევრი კურსი არ იყო და იდეაში ყველას უწევდა დამოკიდებულად სწავლა. ახლა ეგ პრობლემა არა, აი ძალიან ბევრი კურსია, ზემეთად ბევრიც კი და ბევრი იტყუება და აი წინაზე რო ვთქვი, რომ აი ისწავლე 3 თვეში და რაღაც დიდი ხალხი გქონდეს, მაგის გამო ძალიან ბევრი იწყებს სწავლას. და ეგა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც აპუჭებს ბაზარს და მე გეტყვით მაგასაც. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი კურსია, ძალიან ბევრი ტექნოლოგია, ეხლა უკვე პრობლემა ის არის, თუ რითი უნდა დაიწყოთ. ანუ იმდენი მასალა არის ეხლა უკვე და იმდენი კურსია უკვე ბევრმა არის რითი უნდა დაიწყოს და მენტორის როლი მანდ შემოდის, რომ მენტორმა უკვე იცის
გინდა mentori იყოს, გინდა ვიღაცა მეგობარი იყოს, რომელიც ამ სფეროშია ამდენიმე წელი. მან უკვე იცის ის გზა, რაც მან გაიარა, ეხლა როგორ შეიცვალა ეს სფერო და რა გზა უნდა გაიაროს, აი დღესო დაიწყებს ვიღაცა ნულიდან. და აღარ მოგიწევთ კითხაობა, ეს უნდა ვისწავლო, ის უნდა ვისწავლო, კარგად ვიცი, აი დავალება სწორად მიწერი თუ არა, იმიტომ რომ მეც მქონდა ეგ ბევრი მომენტი, რომ პროექტს ვაკეთებდი, მეგონა რომ ძალიან მაგრად მქონდა გაკეთებული და აი სხვის პროექტებს რო უყურებდი, თურმე ანუ საერთოდ ახლოსაც არაა ჩემი დავალება სისწორესთან. და მაგაშიც კიდევ ძალიან ბევრი დავკარგე. და community-საც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვაზე აი ეს თოქები, აი ეს თოქი იყოს, გინდა სხვა თოქი იყოს, ჰაკათონები, ყველაფერს გირჩევთ რომ იაროთ. და მაგ ყველაფრის ყველაზე დიდი ბენეფიტი არ არის ის, რასაც თქვენ აქ მოისმენთ. ანუ იდეაში დღევანდელი დღიდან არ უნდა იყოს ჩემი ლაპარაკი ყველაზე კარგი რაღაცა, რასაც თქვენ აქედან წაიღებთ. იდეაში დღევანდელი დღიდან ყველაზე კარგი და ღირებული უნდა იყოს, რასაც აქედან წაიღებთ ერთმანეთის connection-ები. ანუ ერთმანეთს უნდა გაიცნოთ, დაუკავშირდეთ, რაღაცა LinkedIn-ზე მე მიიწეროთ, ან ერთად დაიწყოთ სწავლა და ასე შემდეგ. და ამ community ძალიან დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ ხვდები რომ მარტო არ ხარ და შენერი არის კიდევ ძალიან ბევრი. და შეიძლება რომ ასეთ მომენტში რაღაც სამსახურის იშოვა. ანუ დღევანდელობაში ეგეთი მომენტი არის რომ, ეგეთი ამბები არის რომ ბევრი ვაკანსია არ იწერება LinkedIn-ზე რაღაც სოციალურ ქსელებში. ჯუნიორებზე გულისხმობ, მიდლი და სენიორი ხო იწერება, მაგრამ იდეაში სამსახურს აწყებინებენ ისეთ ადამიანს, რომელსაც თვითონ იცნობენ, ან თავიანთი კომპანიის თანამშრომელი იცნობს რომელიმე. და ეგ რამდენადაც სული შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, არ და ეგ კარგი, ანუ თქვენს რო რაღაც დიდი კომპანია იყოთ და მსგავსი მომენტი შეგექმნათ, თქვენს იგივეს გააკეთებდით, იმიტომ რომ ახლა მაგალითად ბაზარზე ეგეთი ტენდენცია არის, რომ ერთ ვაკანსიას დაპოსტავენ, 1-2 საათში 100 მეტი აპლიკანტი შეძდით. ანუ წარმოვიდგინეთ 100 აპლიკანტს CV უნდა გადავხედო, მე გაესაუბრო, პროექტი მისცე, თან ერთი გასაუბრება არა, 2-3 გასაუბრება ხოლმე. და ძალიან დიდი რესურსს კარგავს კომპანია ამ ყველაფერში. და ყველაზე მარტივი არის, რომ აი კომპანიაში ვინც ყავს და იმას ენდობი, კითხვა, ანუ შენ ხო იმის არის ცნობი ისეც ვინც ავისაკენ კარად იცის, იმიტომ რომ მან უკვე ნდობის საკითხია და მალე იწყებს ის მუშაობას. და აი connection-ები ასე უბრალოდ არ მოვა. ანუ ისიც არ არის, რომ აი მან ასომი დაიწყო მუშაობა, ანუ ეგ connection-ები იდეაში ის საკითხი, რაზეც კიდევ დამატებით უნდა იმუშაოთ. ანუ პროგრამირება მარტო კოდის წერა არ არის. კოდის წერა აღარ არის უბრალოდ. ადრე მარტო კოდის წერა იყო. რომ 10 წლის წინ დაждებოდი რაღაც ისწავლი, დაპოსტავდი Facebook-ზე. აი ესა და ეს ვიცი, მუშაობის დაწყება მინდა და მე მეილზე, მესენჯერში წერდნენ, რომ მოდი დაიწყე ჩემთან მუშაობა და მე ოფერები მქონდა რამდენიმე და უნდა გადაგერჩი. ეხლა ეგრე აღარაა. პროგრამირება ბევრად მეტია ვიდრე კოდის წერა. პროგრამირება რაღაც ბევრი hard skill-ი, ბევრი soft skill-ი და მაგაებზეც ვისაუბრებ, ბევრი connection-ები, community-ებში სიარული, TikTok-ებზე სიარული, ანუ მაგაებზე მუშაობას მოგიწევთ, ანუ თავის არ მოვა. დაალაგე პრიორიტეტები სწორად, ამ სფეროს კარგად დაუფლებისთვის რაღაც უნდა დათქვა სანაცვლოდ. და ხო, თუ პროცესში რამე კითხვა დაგებადებათ, ან ამ სლაიდებზე ან ჩემს საუბარზე ან პირადად ჩემთან შეგიძლიათ გამაჩვენოთ და კითხვა დასვათ. პრობლემა არაა. როგორც იდეაში ნებისმიერი პროფესიის სწავლის დაწყებას ამ პროფესიასაც აქვს ერთი მინუსი, რაც არ უნდა გავკვირდეს, რაღაც უნდა დათმოთ. ჩემს შემთხვევაში მაგალითად მე მომიწია რაღაცა აი მეგობრებთან გასვლის დათმობა, გართობის დათმობა და ასე შემდეგ. თან მაგდროს როცა მე სწავლა დავიწყე სერიოზულად და მითხო უნივერსიტეტის არ დაგები. და ნუ იდეაში მაგდროს ახლა ჯგუფთან რო კარგად ხარ უკვე გაიცანი და გინდა რომ გახვიდე გარეთ ასე შემდეგ. ანუ ეგენი უკვე გვერდზე გადავდი, არც კლასელებთან გავდიოდი, არც კურსელებთან, არც მაკაცებთან, ნუ არავის. ის რა 1-2 თვე. და თქვენც მაგას გირჩევთ რომ რაღაცები უნდა დაალაგოთ ცხოვრებაში და პროგრამირება უნდა მოიყვანოთ ერთ-ერთ ტოპ პრიორიტეტში. იმიტომ რომ მაგის გარეშე არ გამოვა, ანუ ის არ იქნება, რომ აი მოდი მე რა ლაიფსტაილის და რა ცხოვრების სტილის მქონდა აქამდე იმას შევინარჩუნებ. აი იქ გარეთ გავალ, იქ რესტორანებში ვული, იქ დავისვენებ, აქ წავალ, იქ წავალ და თან პროგრამირებას ისე ვისწავლე, რომ მალე დავსაქმებ, ეგრე არ გამოვა. ანუ რაღაცა თუ არ დათმით სანაცვლოდ, ამ სფეროში და იდეაში სხვა სფეროებში წარმატებას ვერ მიაღწევთ. და ეხლა უნდა ვისაუბრო ისეთ თემაზე, რომელიც აბსოლუტურად ყველას ემართება. იმპოსტერ სინდრომზე ვისაუბრებ ხა.
და რა არის ახლა ეს იმპოსტერ სინდრომი. აი მაგალითად მე რო სწავლა დავიწყე და მენტორობა რო დავიწყე, იდეაში ისეთ გარემოში მოვხვდი მაგროს, რომ აბსოლუტურად ყველა მიცოდა ჩემზე მეტი. და მაგროს ძალიან ბევრი სწავლა მიიწევდა, იმიტომ რომ მეგონა რომ რასაც ვაკეთებდი, ცუდად ვაკეთებდი, კარგად არ ვიცოდი ჩემი საქმე და კიდევ მეც ვცდილობდი და ეგ იყო ძალიან სტრესული. და მაგას გვესვათ იმპოსტერ სინდრომი, როდესაც თქვენ გქონიათ, რომ ვიღაცაზე ნაკლები ხართ. ანუ შეიძლება ერთ სამეგროპოში სამი ტიპი იყოს, სამი ადამიანი იყოს და სამივეს ეგონოთ, რომ ვიღაცაზე ნაკლებია, არა და სამივე თავისი საქმის პროფესიონალი იყოს და კარგად იცოდეს. და ესაა იმპოსტერ სინდრომი. და ზოგადად მაშინ გვაქვს ხოლმე ესეთი შაბეჭდილება, როდესაც ვხედავთ ისეთ ადამიანს, რომელმაც ჩვენზე მეტი იცის და აი ჩვენ თვითონ არარობას არ მოვადგენთ იმასთან შედარებით, მაგრამ ეგ არაა. იდეაში რაც იცით, შეიძლება მართლა კარგად იცოდეთ და მაგროს ყველაზე კარგი სულა იქნება, რომ აი თუ ხედავ, რომ ოთახში ყველაზე გამოუცდელი ხარ და ყველაზე ნაკლები იცი, ადექი და გაესაუბრე და ყველასგან რაღაცა ისწავლე. და ანუ ჩემი აზრით თუ ოთახში ან სამი გარემოში ყველაზე ჭკვიანი ხართ, ეგ ანუ სულ წრეში მოხდეთ ესე იგი. ანუ ისეთი ადგილი უნდა იძებოთ, სადაც ყველაზე ნაკლები იცით და მაგიდან წამოიღოთ ყველაზე მეტ ცოდნას და გამოცდილებას. მაგრამ ამის საპირისპირო, ეგეც საინტერესო არის დანინ-კრუგერის ეფექტი. ანუ ეს ხო იმპოსტერ სინდრომი ხო მოიაზრებს, რომ აი რაღაცა არ ვიცი და ცუდი ვარ და აი არაფერი არ შემიძლია და ამის საპირისპირო აი დანინ-კრუგერის ეფექტი, რომ აი ვიღაცა რაღაცა ისწავლის და ძალიან ბევრი ვიცი, ყველაფერი ვიცი და ასე შემდეგ. და ეგეც ბევრს ემართება და მეც მემართებოდა ეგეთი რაღაცა, რომ აი სულ თავიდან რომ დავიწყე სწავლა, ძალიან მარტივია HTML, CSS რაღაც საიტი ავაწყე რაღაც ლურჯი გადავახციე წითლა და ასე შემდეგ და მგონია რომ უკვე ძალიან ბევრი ვიცი და წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ თუ წინ რა მელოდებ, იმიტომ რომ რაღაცა ერთ პატარა კურსს რო გაივლით ან HTML CSS რო ისწავლით, ეგ არის ზღვარში წვეთი, იმის მერე იმდენი რაღაცა მოდის რომ ვერ წარმოვიდგენთ. და ეგაა დანინ-კრუგერის ეფექტი, რომ თქვენ თავზე ძალიან ბევრი წარმოდგენა გაქვთ და ეგ ბევრს მოსდის ხოლმე და აი ვიღაცას ალბათ შეგვიძლია უყურებ, რომ აი ამან რაღაცა არ იცის არა და შენც არ იცი რა სინამდვილეში. ამიტომ მაგისგანაც უნდა დავიცვათ თავი როგორც ამისგან, ისევე დანინ-კრუგერის ეფექტისგან. და სტრესს უნდა ავარიდოთ თავი, ანუ ცოტა რთულია ეგეთ მომენტებში სტრესისგან თავის არიდება, მაგრამ აი მე ეგ ძალიან დამეხმარა. აი ეგ რო გეუბნებოდით, რომ აი ძალიან ბევრს სწავლობდი, მაგრამ ძალიან დიდ სტრესში ვიყავი, იმიტომ რომ თან მენტორობა მიწევდა, თან ბევრი ამის სწავლა მიწევდა ერთდროულად. და ნუ გადავწყვიტე, რომ მოდი აი ჯანდაბას დავანებ თავს მენტორობას და კურიერი ვიქნები თქო ისევ რა. ნუ ეხლა დღევანდელი გამოსახედიდან ეხლა ისე ვარ ამ სფეროში და ცხოვრებაში, რომ ეგრე რო ყოფილიყო ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიქნებოდი, მაგრამ მაგროს ფიქრობდი, რომ აი გამოსავალი იქნება ეს რა. და გიგიშეთ რომ ეს სტრესი მოიშოროთ, იმიტომ რომ ეგ რომ დავივიწყე ეს სტრესი, მე უკვე ძალიან სწრაფად წავიდა ჩემი განვითარების ტემპი. ამიტომ სტრესულ სიტუაციაში სწავლას აზრი არ აქვს. ან ძალიან ნელა განვითარდებით. ბარნაუთი და სწორ დროს დასვენება. ამაზეც ქონდა რაღაცა კითხვები, აი TikTok-ზე რაღაც ვიდეოს ვიღებ რჩევებს და იმანაც კითხა რამდენიმე რომ აი ბარნაუთის დროს რა ვქნა თან შენ თუ მოგსვლია და ასე შემდეგ. ესეც საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ შეიძლება ისე მოვიპყროთ ამ პროფესიას, რომ აი ძალიან მალე მოგვინდეს სწავლის დაწყება და იმდენის ჩადება მოგვიწევს ამ სფეროში, რომ მე როგორ ბარნაუთი დაგვემართოს. ეხლა რა არის ბარნაუთი? ბარნაუთი არის რაღაცა ჩვენი ცხოვრების პერიოდი, როცა აი წინა რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი იმდენი ვიშრომეთ, ეხლა უკვე არაფერს თავი აღარ გვაქვს და გვინდა გაჩერება. ან შეიძლება გული ავიცროთ იმ საქმეზე, რაც უკვე აქამდე დავიწყეთ. და ამ დროს აუცილებელი არის, რომ როგორც მნიშვნელოვანია, რომ სწორ დროს სწორი ნაბიჯები გადავდივართ, ასე მნიშვნელოვანია და უფრო მეტადაც კი, რომ სწორ დროს დავისვენოთ. აი მე რო გითხარით, რომ შეამცირებთ, კი, მაგის გამო შეამცირებთ და სწავლების პროცესი, რომ აი თავიდან რომ მინიმუმ დღეში 8 საათი მეცადინობდი, ეს მინიმუმ ოღონდ შეიძლება 10 იყოს, ზოგჯერ 12. ესე გავაგრძელე, მე კიდევ ერთი წლის მერე ეგეთი მომენტი მქონდა, რომ ძალიან ბევრს მუშაობდი, თან ეხა იმ დროს ისეთი სამუშაო გრაფიკი მქონდა, რომ შემეძლო გვიანობამდე არ დამეძინა, გვიან ამდგარიყავი და ასე შემდეგ, ამ ძილის გავაბუჭე, ძალიან ბევრს მუშაობდი და ისეთი მომენტი დამემართა, რომ უკვე მეხსიერებად შემექნა პრობლემები. და აი მან მივხვდი, რომ ცოტა უნდა შევანელო და მაგის მერე მოვუყედი ცოტა
მუშაობის რაღაცა ტემპს და განვითარების ტემპსაც. ამიტომ სწორედ დროს დასვენება ყველაზე მნიშვნელოვანია. და აი ბევრს შეიძლება გქონიეთ მომენტი და მეც ხშირად მქონია რომ აი რაღაცას ვუზივარ 2-3 საათი რაღაც პატარა პრობლემას. და ვერ ვფიქსავ რა და მაგროს ყველაზე კარგი გამოსავალი არის რომ თუ ძალიან გვიანებოდ დაიძინეთ და მეორე დღეს შეხედეთ, ეგრევე რომ გამიკეთები, ეგრევე გამისწორებთ პრობლემა, ან უბრალოდ გარეთ გაისეირნეთ და მერე შემოდით. რაღაც ღამის 3-ზეც გავსულ არ გარეთ ასეირნოთ, იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა მქონდა და მინდორ მომიგვარები დაძინებამდე. და რომ გავადი შემოვიდი, ეგრევე მივხვდი რაში იყო პრობლემა, ამიტომ სწორედ დროს დასვენება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. და ეხლა მინდა ვისაუბრო მარცხზე. სწავლის პროცესში ბევრი რამე არ გამოგივა, მაგრამ არ დანებდი. და ზუსტად ეს ნაწილი არის, ასეც ბევრი არ საუბრობს, აი რომ არ რომანტიზირებენ ამ პროფესიას, რომ აი დაიწყებ და ყველაფერი გამოგივა და ასე შემდეგ. ანუ ეგრე არა. ანუ მე გეტყვით და მიერწმუნეთ, რომ როცა ამ სფეროში ფეხ შემოვიჭებთ, არაფერის არ გამოგივათ. ანუ ძალიან ბევრჯერ გაიჭედებით, ძალიან ბევრ რაღაც შეგეშლებათ, ბევრი რამე არ გამოგივათ, მაგრამ იდეაში, აი მან უნდა გაითავისოთ, რომ იდეაში ეგ არის ამ პროფესიის ხიბლი, რომ რაღაცა კომპანიას არ გამოდის, რაღაც სხვა ადამიანს არ გამოდის და იქიო ეს პროგრამის, რომელსაც შეუძლია, რომ ეგ პრობლემა გადაუჭრას. ანუ არც ერთი პროგრამისტი არ იწყებს სამუშაოს, გინდა 10 წლიანი გამოცდილების პროგრამისტი დაიღეთ, გინდა 20 წლიანი, რომ რაღაცა ჯობი დაიწყოს და იქ ყველაფერი იცოდეს. ანუ არის კატეგორია, რომ 1-2 წელი მუშაობს სამსახურში, ყველაფერი იცი. და უკვე მოსაბეზრებელიც კი, მაგრამ ახალ სამსახურში იწყებს მუშაობის ახალი სფერო რო არის, ახალი პრობლემა რო არის, იქ არაფერი არ იცი რა ხდება. და იქაც ბევრი მარცხი იწევს. მაგრამ აი გამოცდილებული პროგრამისტები უკვე ვიცით, რომ აი ეგ არაუშავს რა. ანუ არაფერი არა, ეგ რომ მარცხი არის და რაღაც არ გამოგდის, მაგრამ აი ბევრს დამწყებს ეგ აქ და მეც ეგრე მქონდა იდეაში, რომ აი რაღაცაზე რომ მარცხს განისტის ან გასაუბრებაზე გავა და უარს ეტყვიან, აი ვაი და არაფერი არ გამომდის და აქაც იმპოსტორის სინდრომი შემოდის ზუსტად. მაგრამ იდეაში აქ ბევრი ასეთი მარცხი იქნება, თუნდაც სწავლის პროცესში, თუნდაც გასაუბრების პროცესში, თუნდაც რაღაცა job searching-ის პროცესში, მაგრამ თავი არის რომ არ დავნებდეთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არასდროს არ გვეცონება რამდენ ხანში მივახცევთ წარმატებას ამ სფეროში. ბევრი რო იძახის აი 8 თვეში 10,000 ლარი გექნება ხელფასიან და 1 წელიწადში, ეგრე არა. შეიძლება ვიღაცამ სამსახური შევხვდეთ 1 წელიწადში, ვიღაცამ წელიწად ნახევარში, ვიღაცამ 6 თვეში, იმიტომ რომ რაღაც ნაცნობი ყავდა, ვიღაცამ 2 წელიწადში, იმიტომ რომ ცოტა დროს უთმოდა, რა მნიშვნელობა აქვს რა. მაგრამ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, არ უნდა გეკონოთ, რომ აი რახამ უფრო მეტი დრო გჭირდებათ წარმატების მისაღწევად, ესე იგი რაღაც კარგად არ გამოდის. ეგ პირიქით არის იდეაში რა, იმიტომ რომ აი ყოველი ამდენიმე სტუდენტი რომ ჩქარობდა, აი მოდი გადავალ პროექტზე, არ გავული იმას წინაზე რაღაც კარადაც ვისწავლე და ნუ მე მოუწე უკან დაბრუნება რა და ეგ იდეაში არასწორი მიდგომა. რაც უფრო კარგად გაითავისებთ რაღაც მასალას, თუნდაც ბევრი დრო ხარჯოთ, ეგ პირიქით დამიჯერეთ მომავალში მოგიტან წარმატებას. ამ თავი არის რომ არ დავნებდეთ, ოღონდ აი აქაც ეგ მომენტი შემოდის, რომ თუ გვაინტერესებს, მარტო მაშინ არ დავნებდებით, ან თუ მართლა გულით მინდა, თუ მაინტერესებს, აი ძალიან უმეტოს ეს სფერო, მაშინ არ დავნებდები. მაგრამ ეხლა წელიწადი რო გადის და აი ფული მინდა, მარტო ფული არა მაქვს და ვერ ვიშოვე სამსახური, მე რა თქმა უნდა დავნებდები, ხო, იმიტომ რომ мотиваცია აღარ ექნება. ამიტომ თუ ფულის გამო იწყებთ სწავლას, ეს პროფესია დაივიწყეთ. გამოიმუშავე იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად გაერკვე ახალ მასალაში და ტექნოლოგიაში. ნუ ამაზე იდეაში ვისაუბრე. და კიდე ერთ სიტყვას ვიტყვი, რომ searching-ი, ანუ იმის skill-ი, ანუ უნარი, რაღაცა დაგუგლოთ, დოკუმენტაცია წაკითხოთ და ასე შემდეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენთანაც მაგალითად სტუდენტებს არ დათურს სამსახურს არ უკეთებს სტუდენტებს და ეგ რას ნიშნავს? აი სტუდენტი რო შემოდის მაგალითად რაღაცა კითხვას მისვავს. ეგრევე პასუხს არ ვეუბნები. ან მანდ არის მნიშვნელოვანი, რომ იმ სტუდენტმა დაამუღამოს searching skill. ზოგჯერ მინიშნებას ვაძლევ, ზოგჯერ ვეუბნები, რომ მოდი აი მას არ გეტყვი და მოდი დასერჩე. ან სულ თავიდან რომ შემოდის, მოდი ხა ეკრანს გაგიზიარებ და გეტყვი, როგორ მივიდე მაგ პასუხამდე. ამ ეკრანს უზიარებ, ვეუბნები როგორ სერჩავ, რა დოკუმენტაციას ვნახულობ და როგორ ვიღებ პასუხს, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რომ უცბად პასუხი უთხრა და მოვიშორო სტუდენტი რა. მნიშვნელოვანი არის, რომ ის სტუდენტი რომ ჩემგან გავა, მე აღარ ქონდეს იმის შეგრძნება, რომ აი mentori აღარ მყავს, ანუ ვიღაც ადამიანი გვერდით არ მიდგას და ეხლა რა ამეშველება. და ეგ გინდა mentor-თან ერთად იყოს, გინდა დამოუკიდებლად რომ ვსწავლოთ,
მაგ სკილის გამომუშავება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მე მაგალითად მაგას როგორ ვაკეთებდი? რაღაც პროექტზე რომ მუშაობდი, ანუ ხო არ ვიცოდი სულ ვაკეთებდი თუ არა. ანუ ეგ არ მაინტერესებდა. თავიდან ვაკეთებდი ლოგიკურად როგორც მე მისმოდა. ზოგჯერ ვიცოდი რომ ძალიან ცუდ ვაკეთებდი, მაგრამ ერთი კვირა მაინც დავახარჯე რაღაც პროექტს. ვიცოდი სულ ვაკეთებდი. და მე რო ვაკეთებდი ამ პროექტს დავასრულებდი, GitHub-ზე ანუ ეგეთი პლატფორმა არის, სადაც შეგიძლიათ სხვა დეველოპერების კოდის ნახვა. შევდიოდი იქ და ვნახულობდი უფრო ჩემზე გამოცდილი დეველოპერების კოდს. და იქ ხედავდი რომ რაღაც არასწორი მიწერია, მოდი ამას ჩავანაცვლებ, მე დავსერჩავ და ასე შემდეგ. ან შეიძლება რომ ეხა AI-ს გამოიყენოთ. ეხა ისეთი დრო არის რომ AI შეგიძლიათ გამოიყენოთ რაღაცეების გასარჩევად, ან რაღაც კოდს მისცემთ და გეტყვით რომ აი აქ რა მიწერია არასწორად, მოდი კი არ გამისწორო, არამედ მინიშნავ მომეცი რომ უფრო ჩემით გამვითარდე. ან მანდაც უნდა გათვალოთ შუალედი რომ აი არც ძალიან დაიტანჯოთ და დიდ დრო დაგარავოთ პრობლემაში და არც ძალიან ბევრი პასუხი არ მოვაცემოთ AI-ს. მაგაზეც ვისაუბროთ ახალში. მოდი ისწავლეთ აყევი განახლების ტექნოლოგიებში. აი ამაზეც უკვე ვახსენე რომ ამ სფეროში ყველაზე მთავარი არის რომ ანუ არ უნდა გაჩერდე. ბანკის ავტი გამოდის, მაგრამ არ გაჩერდე. ანუ ყოველთვის ვითარდება ტექნოლოგიები, ახალი ტექნოლოგიები გამოდის, ახალი AI თულები გამოდის, რომელიც ძალიან გვეხმარება მუშაობაში და იდეაში ნებისმიერ პროგრამის, ნებისმიერ ინჟინერს მაშინ მოეწურება რესურსი, როცა შეწყვეტს განვითარებას. ანუ იდეაში მარტო აი კოდის წერაში არა, ტექსში რაც ხდება ტექსტ სფეროში, გინდა გრაფიკული დიზაინი იყოს, გინდა ანალიტიკა იყოს, ყველგან უნდა განვითარდეთ და ახალი ტექნოლოგიები ისწავლოთ, ან არსებულის განვითარება რომ რაც აპდეიტი რო გამოვა, იმაში გაერკვეთ. იმიტომ რომ ეგ თუ არ გააკეთეთ, ვიღაცა სხვა ტიპი იქნება, სხვა პროგრამისტი იქნება, რომელსაც უფრო კარგად ეცნობა ახალი AI თული, ახალი ტექნოლოგია და აი თქვენ ჩაგანაცვლებთ. განა ტექნოლოგია ჩაგანაცვლებთ, ან AI ჩაგანაცვლებთ, არამედ ის ადამიანი, რომელიც უფრო გარკვეული იქნება ახალ ტექნოლოგიებში და ახალ AI თულებში. და ეხა იდეაში მინდა გადავიდე, ესენი ზოგადი რჩევები არის. კიდევ ძალიან ბევრი ტექნიკური ამბავი არის, უბრალოდ მაგისთვის ეხლა ხوار დავიწყებ რაღაც JavaScript-ის ან React-ის ახსნას. უბრალოდ ეს არის ის ზოგადი რჩევები, რაც იდეაში მეც მოწუხებდა სწავლის პროცესში და მინდა რომ თქვენთვის გამეზიარებინო. და ახლა უკვე მინდა რომ გადავიდე რჩევებზე დასაქმებისთვის. დასაქმების პროცესში რა უნდა გავაკეთოთ? პირველი რჩევა იდეაში იქნება, რომ გაამდიდრესივი რეალურ პროექტებით. დღეს დასაქმება საკმაოდ გართულებული არის წარსულთან შედარებით. და ეხლა რატო იყო ეგრე, მაგას მოგიყვებით. მოკლედ არის ბევრი პროგრამისტი არც იყო საქართველოში და ზოგადად გლობალურადაც, მაგრამ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ რაღაცა ინტერნეტი რო განვითარდა, ყველა ბიზნესი რო გადაერთო ამ ონლაინ რო დაიწყო ოპერირება და ამ შემდეგ დაჭირდა ძალიან ბევრი პროგრამისტი. ამიტომ ეხლა თქვენ რომ ყოფილიყავით პროგრამისტი 8 წლის წინ, აი კომპანიები მოგაწყდებოდნენ და აი არა ჩემთან მოდი, არა ჩემთან მოდი, ამაში მოგთავაზე, იმაში მოგთავაზე, ეგეთი მომენტი იყო. მაგრამ ეხლა უკვე ეგრეთი ამბავი აღარაა. და რატომ? აი კორონას დროს, კორონა რო დაიწყო და ყველა რო გამოვიკეტეთ სახლებში, მაგ დროს ხალხმა დაიწყო ისეთი პროფესიების შესწავლა, სადაც შეიძლება მუშაობა ონლაინ. ანუ როგორც ცნობილია, ამ სფეროში თავისუფლად შეგიძლიათ რომ ონლაინ მუშაოთ. ყველგან არა, ზოგან ოფისში გთხოვენ წასვლას, მაგრამ რაღაცა 2-3 წლის მერე ისეთი გამოცდილებადაც უნდა გაქვთ, რომ შეგიძლიათ თქვენ აარჩიოთ, რომ აი აქ ონლაინზე გავაგზავნი განაცხადს ჩემს სივრს და არა ოფლაინზე. კორონას დროს ძალიან ბევრმა დაიწყო სწავლა, მაგრამ ძალიან ბევრის დასაქმდა, იმიტომ რომ აი 20-20-ში სწავლის დაწყება და რამდენიმე თვეში სამსახური შევნა მართლაც რომ რეალური იყო. და მაგ მომენტში აი მეც ვისნობ ადამიანებს რომ რაღაცა JavaScript ენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა არის. დაიწყეს სწავლა რაღაცა 4 საკითხი გაიარეს და იშოვეს სამსახური, ძალიან მარტივი იყო მაგრამ სამსახურის დაწყება. და მე რა მოხდა? მე კორონამ რო ჩაიარა, კომპანიები მიხვდნენ რომ თურმე ძალიან ბევრი დეველოპერი აუყვანიათ, ანუ იმდენი აუყვანიათ რომ ამდენი არ ჭირდებოდათ თურმე რა. და მოხდა ლეიოფები. ანუ ლეიოფი არის პროგრამისტის სამსახურიდან გათავისუფლება. იდეაში ხო არ უნდა გაინტერესდეს ვიღაცას გათავისუფლებენ თუ ვიღაც აიყვანენ ხო, მაგრამ
სხვა პროგრამისტის წარმატება ან წარუმატებლობა ჩვენზეც მოქმედებს. იმიტომ რომ ვიღაცა თუ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეგ უკვე ჩემი კონკურენტი გამოდის. ანუ ეხლა თუ მე კონკურენტი მყავს რაღაცა 10 ადამიანი და 20 გაათავისუფლეს, ეხლა უკვე 10-ის მაგრამ მყავს 30 კონკურენტი, იმიტომ რომ ისინი სამსახურს ეძებენ და რაღაც ვაკანსია რო არის, იქ ერთად უნდა მქონდეს ჭიდილი. ანუ ის უფრო მოიწონებენ რა. ამიტომ დღევანდელ რეალობაში AI-ც რო გამოვიდა და მაგაზეც ვისაუბრებ რატო გაართულა, მაგრამ საქმე რატო გაამარტივა კიდევაც. თავარი არის რომ რაღაცით უნდა ვიყოთ გამორჩეულები, რაღაცით უნდა ვიყოთ საინტერესოები, იმიტომ რომ ყველა დამწყებს აქვს რაღაცა ერთნაირი CV, აი თუ მაგალითად, თუ უკვე არავის არაფერში არ აინტერესებს თუ ვაპი. ანუ 5 წლის წინ აი თუ ვაპი და რაღაცა სვიჩერი ერთა შავდება, მაგარი იყო ძალიან. მაგრამ ეხლა უკვე ეგრე აღარაა. ნუ გასაგებია რომ თუ უნდა აწყოთ სიტყვაზე რაღაც პროცესში რაღაცა ისწავლოთ, მაგრამ CV-ისთვის თუ არ ვარ. ახლა უნდა აწყოთ ისეთი პროექტები, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. ან მაგალითად აი ველოსიპედი გამოიგონოთ ახლიდან. ეგ იმას ნიშნავს, რომ რაღაცა უკვე პლატფორმა რაც არის, ან ბიზნესიც გადმუშაობს, აი ეხოთ და ეგ გააკეთოთ. ნუ არ გულისხმობ რაღაცა მთელი ოპერაციები და ყველაფრით, უბრალოდ საიტი რა. აი მაგალითად მინდა რომ ავაწყო Twitter-ის კლონი, ან მინდა ავაწყო Airbnb-ის კლონი, ან Facebook-ის კლონი. ანუ უკვე საინტერესო პროექტები, იმიტომ რომ მაგაში მოგიწევთ ძალიან ბევრი ცოდნის გამოჟღავნება. ანუ ეგეთი პროექტი ყველას არ აქვს. და ვიღაცა 10 ადამიანი რომ მოდის შემთან გასაუბრებაზე, 900 აქვს რაღაცა თუ დუაპები და რაღაცა მარტივი კომერსები და ერთმა აწყო Airbnb-ის კლონი, დავისვი ეგ და მესაუბრა როგორ აწყო და მომეწონა ეგ ადამიანი, მაგას ავიყვან. ისინი აღარ მჭირდება. ან მაგითაც რაღაც უნდა გამოირჩეოდეთ. ან მაგალითად შეიძლება რაღაც სტარტაპის დაწყება გინდათ, ან რაღაცა ბიზნესი გაინტერესებთ და ეგ პროექტი გააწყოთ. მაგ დროს არავინ არ დაიწყებს იმის გამოკითხვას და იდეაში შეიძლება სამსახურში, ანუ გამოცდილებაში გაიყვანოთ. აი მაგალითად მე შემიძლია სიტყვაზე, ჩავთვალოთ დამწყები ვარ. შემიძლია რაღაცა პროექტი ავაწყო სტარტაპი და თქვა რომ აი მან მუშაობდი. ან მე რო გასაუბრებაზე გავალ და HR-ს ვეთქვი რომ აი აქ მუშაობდი, იქ არავინ არ მეტყვის, ფული გადამიხადეს თუ ჩემთვის ავაწყე. ნუ რომც კითხონ შემიძლია რომ მოვაწყო, რაღაცებზე მოვაწყო შეიძლება გასაუბრებას CV-ში რაღაც ერთი წლით გამოცდილების ამატება, მან უნდა გიწყოდეთ ხელით უნდა გიწყოდეთ პროექტები, რომ ბევრი პროექტი გქონდეთ. ნუ ეგ კიდე სხვა საკითხია. მაგრამ შეგიძლიათ რომ თქვენ რაც გაინტერესებთ აქამდე ის ააწყოთ და იმით გაიმდიდროთ CV. ან შეიძლება ანუ CV არ გაინტერესებთ ეს, ან შეიძლება აქ ვიღაცა ისეთი იჭდეს, რომ აი ამ შეხვედრის მეორე ნაწილს თუ არ აინტერესებს და სამსახურის დაწყება არ უნდა. ეგრე სტუდენტებს ყოლია რომ აი შემოსულა, უთხრას რომ აი თემო მოდი ეხლა სამსახურის დაწყება არ მინდა და ნუ გამომკითხავ დეტალებში. უბრალოდ მინდა რომ ზედაპირულად რაღაცა ვიცოდე, უბრალოდ მინდა რომ ჩემი რაღაც ბიზნესი გავაკეთო, საიტი გავაკეთო. ოკეი, მაშინ პრობლემა არაა. თუ თქვენთვის გინდათ რომ რაღაცა სტარტაპი გააკეთოთ, არ აუცილებელი რომ მაინც და მაინც სიღრმეებში შევღმავდეთ ყველა დეტალს. მაშინ თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც AI-ის გამოყენება შეგვიძლია და ძალიან მარტივად დავაწყობთ რაღაც მარტივ საიტებს. და უნდა აგზავნოთ CV-ები ყოველდღე და ყველგან. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე LinkedIn-ზე პოსტები, რომ აი მე რაღაც მეშვიდე თვეა და კიდევ წარუმატებლად რაღაც უშედეგოდ ვეძებ სამსახურს და მე გადავსვლა იმის LinkedIn-ზე და აი პოსტები არ უწერია, CV რო აქვს მიმული, კაი CV არ აქტიურობს და ასე შემდეგ. ანუ არ არსებობს ადამიანი და პროგრამისტი, რომელმაც თავის საქმე მართლა ძალიან კარგად იცის, job searching-შიც, ანუ სამსახურის პოვნის პროცესშიც ყველაფერს გადაკეთებს და ის სამსახურს ვერ პოულობს. ეგეთი ადამიანი არ არსებობს საერთოდ. ანუ მე არ ვამბობ რომ ეგრევე დაიწყოთ მუშაობას ერთ თვეში, ორ თვეში, მაგრამ რაღაცა დრო დაუთმოთ რამდენიმე თვე. შეიძლება 2 დღეში დაიწყოთ, შეიძლება 3 თვეში დაიწყოთ, ეგ არავინ არ იცის. მაგრამ მაგამდე რომ მიხვიდეთ, ყოველდღე უნდა აგზავნოთ CV-ები და ყველგან. ოღონდ აქ იმას აგულისხმობ, რომ აი LinkedIn-ზე შეხვიდე და apply-ს დააკლიკო და მორჩა, წავიდეს CV თავის ავტომატურად. ან ერთი CV მქონდეს და აი რა ვაკანსიასაც ვნახავ, description-ი, ანუ აღწერა არ წავიკითხო და ეგრევე გავუშვა. ეგ ის არ შეიძლება. ანუ ამ job searching-ის პროცესშიც კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსია. ყველაფერს დღეს ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეგ ცალკე რაღაც 2-3 საათიანი ლექსია შეიძლება გამოვიდეს. მაგრამ მოკლედ რაღაცებს გეტყვით, რომ იდეაში თქვენ რო CV გაქვთ, ეგერთი CV არ უნდა გააგზავნო ყველგან. ანუ ერთი CV რო გაქვს, უნდა გადააკეთო CV ყველა ჯობისთვის.
ანუ მაგალითად უნდა გამოიყენო ის keyword-ები, ანუ ის სიტყვები, რაც თვითონ აქვს გამოყენებული კომპანიას ვაკანსიაში. სიტყვაზე მე თუ headline-ად ანუ სათაურად მიწერია front-end developer-ი და სამსახურში უწერიათ ჭირდება front-end software engineer. მე უნდა ავდგე და ჩემი CV-ის headline-ი შევცვალო და უნდა დავაწერო front-end software engineer. იმიტომ რომ იქ სამ თქვენ CV-ს გააგზავნით, იმდენი CV გზავნება და ეგ თქვი რატომაც იგზავნება, რომ HR-ი არ დგებოდა ყველა CV-ს თავის არ შეამოწმებს. რაღაცა პროგრამები აქვთ, რომელშიც ჩაუშვებენ ამ CV-ს და მე ის პროგრამა გამოიტანს გაფილტრულ CV-ს. ანუ შეიძლება თქვენ რაღაც ვაკანსიაზე გააგზავნოთ CV და თქვენი ხმა HR-მდე ვერც მივიდეს, ანუ არც იცოდეს რომ თურმე გააგზავნეთ, იმიტომ რომ იფილტრება. რაღაც ეგეთი ხრი უნდა გამოვიყენოთ. და შეგვიძლია რაღაცა ვაწარა მოვდა Excel-ის ცხრილი, ეგ კაი გზა არის ხოლმე შორის Excel-ში შეგვიძლია ჩამოვწეროთ, სად გავაგზავნე ვაკანსია, იქ რამდენი ყვანა ზღაურება, რა პროცესში ვარ ახლა, ანუ ინტერვიუზე ვარ, ველოდები პასუხს, ამიყვანეს თუ არა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი CV-ს რო აგზავნით, მე გავიწყდებათ რა კომპანიაში გააგზავნეთ და აი ორჯერ ვარ გააგზავნოთ ერთ კომპანიაში, მაგისთვის ეგ აღრიცხვაც კარგი არის. და არ გულისხმობ რომ აი დღეში რაღაცა 100 CV გააგზავნეთ, ანუ დღეში 100 CV-ს თუ აგზავნით, ესე იგი კარგად არ აგზავნით ვაკანსიებს, იმიტომ რომ ყველა ვაკანსიაზე რაღაცა უნდა ოდნავ შეცვალოთ CV და რაღაც keyword-ები ჩავუმატოთ. მაგრამ ბევრი უნდა გავგზავნოთ და ყოველდღე უნდა იმუშაოთ მაგაზე. თუმცა არ უნდა შეწყვიდოთ მაგ დროს განვითარება. ანუ თან CV უნდა აგზავნოთ და თან უნდა ახალი მასალაც ისწავლოთ. ანუ მარტო CV გავაგზავნოთ და ისწავლა გავაჩერო, ეგ არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ პროცესში ძალიან ბევრი რამეს დაკარგავთ. ნუ ითხოვა იდეა შემაზე ვისაუბრებ, ანუ შეიძლება მალე დაიწყო მუშაობა, ან თვეების მერე. მხოლოდ ერთი კი გინდა. ამაზე პასუხი არავინ არ იცის, რამდენ ხანში დაიწყებთ მუშაობას. თუმცა წერა როგორც თქვი, ანუ იმის გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ყველაფერი კარგი იცით და სწორად გადიხართ იმ ნაბიჯებს, რაც საჭიროა დასაქმებისთვის, ეხლა ყველაფერს ვერ მიყვები, დრო არ მაგდენი, აუცილებლად დასაქმებით, უბრალოდ აი მანდატს უნდა გაითვალისწინოთ, რომ მანდატ ძალიან ბევრი მარცხი იქნება. ძალიან ბევრი გვარი იქნება, ანუ სამსახურის დაწყება თუ გინდათ, შეიძლება რომ 100-გან გააგზავნოთ CV, მაგ 100-დან 4-გან ჩაგინიშნოთ გასაუბრება და 4-მა ბოლოს უარი გითხრათ. მე კიდევ 100-გან გააგზავნი, 4 ჩაგინიშნოს გასაუბრებას და 1-ზე გიტყვიან კი ის. ანუ შეიძლება 200-300 გასაუბრების და კომპანიისა CV-ს გაგზავნის გამოსვლა მოგიწიოთ, მაგრამ ეგ არ აუშავს, იმიტომ რომ ეგ ძალიან ნორმალურია, რადგან ძალიან დიდია კონკურენცია დღევანდელ ბაზარზე. ანუ ძალიან გადაძეწგლია ბაზარი აი ვითომ დეველოპერებით. იმიტომ რომ აი დღეს ბევრი ამბობს რომ აი პროგრამისტი ვარ და სამსახურს ვერ პოულობ და მე გითაბი შემოწმები იმისი LinkedIn როგორ აქტიურობს და ასე შემდეგ და ბევრი იბრავებს პროგრამისტობას. უბრალოდ რაღაცა კურს რომ მორჩებიან და ვიღაცა კურსი იტყვის რომ აი შემზადა ხარ კაცო ისავლე ამ დასახდი მე ეგრე არ არის. იმიტომ რომ აი მეც მქონია ეგეთი შთაბეჭდილება, თუნდაც რომ ვუყურებ, ან თუნდაც რაღაც კომპანიაში გასაუბრებას გავდივარ. აი ზოგჯერ ერთხელ ყოფილა რომ აი მაგალითად რაღაცა კომპანიაში გასაუბრების ეტაპები იყო, იქ გასაუბრება და მეოთხე გასაუბრებას რო გადავედი, უკვე მითხეს რომ აი მარტო შენ ხარ კონკურენტი არ ყავსო და მან უკვე გამიკვირდა, ანუ არა და ჩემზე უფრო მაღალი გამოსვლების მქონე წესით ტიპები იყვნენ და ანუ მარტო შენ ხარ, ეგ უკვე გასაკვირია, ანუ მაგას შევსწრებულა თვითონ პირისპირ რა. ანუ ბევრი არის რომ LinkedIn-ზე რაღაცები უწერია და ვითომ აგრები არიან, მაგრამ ეგრე საერთოდ არაა. და დამიჯერეთ ძალიან ბევრი სკამერი არის LinkedIn-ზე და social ქსელებში, რომ იბრალებს დეველოპერობას, აგერ სენიორი ვარო და ისე ვარო, მაგრამ მაგის გამოც იდეაში ფუშტება ბაზარი. მიწერი იმათაც კი, ვისაც ვაკანსია არ უდევს. მარტო CV-ს გაგზავნა არ კმარა. დღევანდელ დროში ადრე დავწერდით რა მაგროს მე დეველოპერი არ ვიყავ, ადრე დაწერდნენ Facebook-ზე პოსტ და მე მივარდებოდნენ კომპანიები, ეგრე არ არის. როგორც გითხარით, დღეს ბევრი ნაცნობობით იწყებს მუშაობას, ეგ ძალიან, ანუ ეგ იდეაში კარგიცა კომპანიისთვის და ყველა ეგრე ვიზავდით. რომ ვიღაცა რო არ დაკარგოს 2-3 თვე 100 ტიპის გასაუბრებაში, მოდი ჩემ თანამშრომლებს ვკითხავ, იცი თუ არა ვიღაც დეველოპერი. იმას შეიძლება ძმა ყავს, ან შეიძლება სტუდენტი ყავს, არ ვიცი. ან მაგალითად ჩემი ძმა კაცი მუშაობს ერთ-ერთ საერთო კომპანიაში და
ერთ დღეს მითხრა რომ აი დეველოპერი მჭირდება და ეხლა რო არ ვეძებოდო რო არ დავკარგო, აი მოდი შენი სტუდენტი მირჩიე ვიღაც კაი და აი მეთქი ესა და ეს არის და მოდი გაესაუბრე და ნუ ეს სანდო ტიპია რა და კარგიც თავის საქმე და მე აიყვანეს და ეხლა მუშაობს. ანუ ეგეთი ამბავი ბევრგანაა და ამიტომ არის საჭირო რომ მარტო ვაკანსიების გაგზავნით არ დავაყოფილდეთ. ჯერთ ბევრი ვაკანსიას ვერ ნახავთ ჯუნიორზე საქართველოს ბაზარზე. უცხოეთში ძალიან ბევრია, მაგრამ იქ უფრო ბევრი კონკურენციაა. მაგრამ საქართველოში ჯუნიორზე და ინტერნეტზე ბევრი ვაკანსიას ვერ ნახავთ დამარცხებით, იმიტომ რომ აი ყველა ეგრე შიგნით შიდა წერში შოულობს პროგრამისტს და დეველოპერს. და მაგის მიუხედავად თქვენ უნდა მიწეროთ ვიღაც კომპანიებს, მოუყვეთ თქვენ შესახებ და უთხრათ რა ისა და ეს, აი თქვენ კომპანიის გადავხედე, რაღაცა დრო დავხარჯი და მომწონს თქვენი ღირებულებები და ის სფეროც მომწონს, რასაც თქვენ მუშაობთ. და შეიძლება მაგროს ეგ კომპანია პროგრამის ეძებდეს და თქვენ რომ აი თვითონ მოვიდა რა ვაგასი არ დამიდე, მაგრამ ვიღაცა არის თვითონ მოვიდა ძალიან რაღაცა мотивაციით ახსოვს და კაი ტიპი ჩანს. ეგრე უნდა გაკეთოთ ყველგან, LinkedIn-ზე მიწეროთ კომპანიებს ან იმ კომპანიაში ვინც მუშაობს, იმ HR-ებს ან რეკრუტერებს. ან მაგალითად ვაკანსიაზე CV-ს რომ გააგზავნით მაგ კომპანიასთან ურთიერთობა მაგით არ უნდა დაამთავროთ. რაღაც კომპანიასთან რომ გააგზავნით CV, ადეკით მაგ კომპანიაში მოძებნეთ რეკრუტერი ან HR-ი, იმას მიწერეთ რომ აი ესა და ის ვარ. თქვენ და CV გამოვაგზავნე, მომწონს თქვენი კომპანია, აი აქ რომ მუშაობთ ძალიან კაია, მეც მიმუშავე ამ სფეროში და ასე შემდეგ. ან ეგ დაგეხმარებათ ძალიან. იმიტომ რომ მაგას, ანუ რავი, არავინ არ აკეთებს მაგას. აი 98% მაგას არ აკეთებს. და თქვენ რომ მაგას გააკეთებთ, უკვე გამორჩეული იქნებით, ანუ ძალიან მარტივად. გაუზიარე შენი მიღწევები და ნამუშევრები სხვებს. აი ზოგადად და ძალიან GitHub-ი ვახსენე. ანუ GitHub-ი არის open source პლატფორმა, სადაც დეველოპერები და პროგრამისტები თვითონ ჩვენს ნამუშევრებს საჯაროთ, რომ სხვებაც ნახონ. და იდეაში მაგით განვიხჭებით ჩვენ თუ როგორი დეველოპერები ვართ, იმიტომ რომ ვიღაც კომპანიაში რომ მიდივარ და იქ მეკითხებიან, აბა რა გააკეთე? ვეუბნები, აი GitHub-ზე მაქვს დატანილი პროექტი, ის გავაკეთე, კოდს ვაჩვენებ და ვუხსნი რომ აი მართლა ვიცი ის, რაც დავწერე ამ პროექტში. უბრალოდ მარტო GitHub-ზე ავტორство და მორჩა იმით დამთავრდა არ კმარა. იმიტომ რომ GitHub-ზე ხა პირდაპირ ჩვენ სახელს და user-name-ს არ დასერჩევს არავინ, ხო? LinkedIn-ი რომ აქვს, რაღაცა სოციალურ რომ აქვს, უნდა ავდგე და მანდაც უნდა ვიაქტივრო. აი მაგალითად LinkedIn-ზე რაღაც პროექტი რომ გავაკეთე, შემიძლია ავდგე და დავპოსტო და თქვა რომ ესა და ეს პროექტი გავაკეთე. ამ პროექტმა ესა და ეს მომცა, აი მაგალითად არ ვიცოდი როგორ მუშაობდა user-ების მენეჯმენტის სისტემა, ან state management სისტემა, არ ვიცოდი როგორ მოქმედებდა აქამდე. და ამ პროექტმა ეს მასწავლა, გამვითარდი, ვისწავლე და რაღაც უნდა შევიძინე, გამოვიყენე ესა და ეს ტექნოლოგია. ან მაგით უკვე ბევრი, ანუ რიჩი მაქვს რა, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ბევრი მოუკეცის ჩემს შესახებ. ანუ დღეს უკვე მარტო ცოდნაზე აღარაა დამოკიდებული. თავი ყველაზე კარგი სკილი არის თუ როგორ უნდა გაყიდო თავი. და იდეაში ეგ უფრო კარგი უნარი არის, როგორ უნდა გაყიდო თავი, ვიდრე რა იცი, იმიტომ რომ ერთი 1-2 თვის წავიკითხე, რომ ერთი ინდოელი იყო, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა 15-20 სამსახური. და როგორ ხა, ანუ ეს ინდოელი, ანუ ისე, ანუ ხელოვნების დონეზე აიყვანა ამ ვიღაც ინდოელმა ტიპმა job searching-ის პროცესს, ანუ ძალიან მაგად აკეთებდა. ანუ ყველას წერდა, გასაუბრებელზე გადიოდა, რაღაცებს იხმარებდა, ის CV-ებს ისე აკეთებდა, ყველას წერდა, იმ რჩევს იყენებდა იდეაში რაც წერა მე ვთქვი კიდევ ბევრ რაღაცას იყენებდა და საბოლოო ჯამში იმას ახერხებდა რომ თვეში 15-20 სამსახური ერთდროულად ჰქონდა. რა თქმა უნდა ერთი თვის მერე ყველგან აგდებდნენ, ანუ მაგრამ თვეში 15 სამსახური გაქვს და შემოსავალს გიხდიან პირველ თვის შემოსავალს, ანუ უკვე არ გაინტერესებს და სხვა სიწყებ მერე რა. ანუ მაგას ვამბობ რომ ანუ მაგ ადამიანმა სიღრმეებში ბევრი რამე არ იცოდა, მაგრამ ისე დონეზე ქონდა აყვანილი თავის გაყიდვის ამბავი, რომ ანუ მაგას მიაღწია და მე აი ძალიან ბევრი ის ქონდა მაგას გამოხმაურება. და იდეაში ეგ გამთავარი რომ მე რაღაცა ვიცი, ეგ საკმარისი არა. მე უნდა ვიცოდე ჩემი თავი როგორ უნდა გავყიდო. იმიტომ რომ ვაჩვენე კომპანიას რომ მე ვარ ის ტიპი, ის ადამიანი, ვისაც ეძებენ. ამიტომ უნდა გავაზიაროთ ჩვენი მიღწევები, ან გადავაშიაროთ ის პოსტები, რაც ჩვენ გვაინტერესებს, ან დავწეროთ ჩვენი მოსაზრება და ასე შემდეგ. და ეგ რაში გვჭირდება? აი მაგალითად ვიღაცა კომპანიის დამფუძნებელი არის
და უბრალოდ ერთხელ შეხვდა ჩემი პოსტი, მოიწონა რაღაც საინტერესო თემაზე საუბრო. მე ჩემი დარეპოსტებული მოხდა, დაშერებული პოსტი მოხდა და ისეთი პოსტი არის, რომ მაგას საინტერესებს. და უკვე თვალში ხვდები და იმის მერე რომ მე იმას მივწერო და უთხრა რომ აი მოდი სამსახური მინდა და თქვენ კომპანიას გავახვიდეთ ძალიან მაინტერესებს. ანუ იქ დიდი შანსი არის რომ იმან მე ამიყვანოს და დავაინტერესო. Und ეგ გათვალით რომ აი ერთ-ერთით რო გაკეთებ მაგას ერთოში შედეგი არ ექნება. რამდენიმე თუ რო გაკეთებ და შეიძლება ერთ წელზე მეტი, მე უკვე ერთიან მოაქვს მაგას შედეგი. და ნეტვორკინგი არის, ნეტვორკინგზე ვისაუბრე, ეხლა თქვენ რო აქ შეთხართ, მისმენთ, ეხლა ამის მერეც ლექციის მერე უკვე ნეტვორკინგი გვექნება, გავიშნოთ ერთმანეთს გაეცაინთ, ერთმანეთს ისაუბრეთ და ასე შემდეგ. ეგეც ძალიან კაია, იმიტომ რომ მე რო დღეს მაგალითად ვიღაცა გავიცნო, იმან მითხრას რომ აი დამწყები ვარ, მაგრამ ძალიან მალე ვისწავლე, ძალიან მაგარ გამithარდი. მე დავიკონტაქტოს ახლა თავისი ნამუშევარი გამეზიაროს და მე ძმაკაცი მეკავს დეველოპერი მინდა. ავდგები და შეიძლება ურჩიებ ეგ ადამიანი, ეგ მაგას აქ მუღამი ნეტვორკინგს აქ მუღამი ძალიან რომ ანუ უფრო სწრაფად აღწევთ წარმატებას, ვიდრე ნეტვორკინგის გარეშე ამას გააკეთებდით. Okay. ეხლა მინდა ვისაუბრო soft skill-ებზე. ანუ კომუნიკაცია, გონდორება, დროის მენეჯმენტი და ასე შემდეგ. ანუ ეს პროფესია იყოფა ორ ნაწილად hard skill-ები და soft skill-ები. Hard skill-ი არის ის ნაწილი, ამ ტექნიკური ნაწილი, რაც მოიაზრებს იმ ტექნიკურ ამბავს, რაშიც მე მუშაობ. აი მაგალითად მე ვარ web-ში, აი React, Vue, რაღაცა Node.js და რაღაც ტექნოლოგიები როგორ ვაკეთებ და რას ვაკეთებ. მაგრამ soft skill-ებიც აუცილებელი, იმიტომ რომ სამსახურს რომ დაიწყებთ, აუცილებლად იქნებით რაღაც გუნდში. იქ აუცილებლად მოგიწევთ ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია, დროის მენეჯმენტი უნდა გათვალოთ და ასე შემდეგ. ანუ ისეთი საკითხები არის სამსახურში, რაზეც აქამდე ვერც იფიქრებთ, რომ საჭირო იყო. აი მაგალითად, თქვენ რომ სწავლობთ, აი რამდენს გქონდეთ ის მომენტი, რომ რაღაცა პროექტი გააკეთეთ, იცით რომ კარგი არა და მოდი მე მიუბრუნდები. აი ვინც სწავლობთ ამ პროფესიას. გქონდეთ მისაითი მომენტი, რომ აი მე მიუბრუნდები და აღარ მიუბრუნდებოდ არასდროს. ხო? ანუ ეგეთი მომენტის დამენეჯმენტება თითქოს ძალიან ისეთია რა, ანუ არა უშავს სწავლის პროცესში. მე არ მიუბრუნდებით, იმიტომ რომ მე ახლა პროექტს გადახვალთ, მაგრამ აი სამსახურში ეგეთი რაღაცა ტერმინი არსებობს tech-debt. ანუ ტექნიკური ვალი. და ეგ რას ნიშნავს? მე რო დღეს პროექტში რაღაცა სულად გავაკეთებ, მაგრამ მაინც მუშაობს, ეგა ტექნიკური ვალი. ანუ მე ვალს ვიღებ იმაში, რომ აი სიტყვაზე ბიზნესმა მითხრა, რომ აი დღეს მჭირდება რაღაცა და დღეს ვერ ვასწრებ ისეთი კარგი solution-ით იმპლემენტაციას, რომ მე მომეწონოს. მაგრამ სულად ვაკეთებ, რომ უბრალოდ გავუშვა რა, იმუშაობდეს. მაგრამ მე ტექნიკურ ვალს ვიღებ და 1-2 კვირის მერე მაინც უნდა მიუბრუნდე. ეგეც სკილი არის, ანუ მაგ ტექნიკური ვალის დამენეჯმენტებიც სკილი არის. უბრალოდ სწავლის მომენტში ვერ ვანალიზებთ, რომ თურმე საჭირო არის. ან დროის მენეჯმენტი. აი დროის მენეჯმენტი იდეაში მე შეიძლება შემეფარგლოს, რომ აი, მოდი დღეს ახლა გავაკეთებ, ან შემდეგ კვირას იყოს რა. სამსახურში ეგრე არა. ან რაღაც დედლაინები და მაგაში უნდა ჩავედიოთ. და კომუნიკაციაც, ანუ კომუნიკაცია იდეაში მარტო სწავლისას არ გვჭირდება. ან მენტორთან რო ვართ, კომუნიკაციის რაღაც დიდი სკილები არ არის საჭირო. სამსახურში უკვე ბევრ დეპარტამენტთან საჭირო არის ყველაფრის აღორცელება. Okay. არ იყო front-end React, ან back-end Django developer-ი, იყავი software engineer-ი. აი ეს ისეთი საკითხია, რომელსაც ბევრი ვერ იაზრებს. ან მაგალითად მე რო ვისწავლე React-ს, მაგალითად React-ი არის ერთ-ერთი ბიბლიოთეკა. რა მნიშვნელობა ხარ არის რა React-ი. და React-ი რაღაც საქმე აკეთდება, ასე აკეთება საქმე Angular-ით. და მე ვაკაცია ვნახე, რომ იქ Angular-ია და მე React-ი ვიცი. Angular-ი არ ვიცი და მოდი ის არ მინდა. ან ვიღაცა შემოთავაზოს, რომ აი ჩემთან მოდი ისწავლე და გასწავლი და მე დაგაწყენე სამსახურს და არ მინდა, მე ეგ არ ვიცი. ეგ არაა კაი. უნდა ვიყოთ software ინჟინერები. და ეხლა რას ნიშნავს? Software ინჟინერი ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს პრობლემა, და ეს პრობლემა უნდა გადავჭრა მიუხედავად იმისა, ეს ხელსაწყო ვიცი თუ არა, რით იკეთდება. შეიძლება სხვა ტექნოლოგია დამჭირდეს, შეიძლება საერთოდ სხვა ენა დამჭირდეს პროგრამირების, არა უშავს. ანუ გავაკეთებ, ვისწავლე და გავაკეთებ რა. ეგ არის ის მაინდსეტი, რომელთაც უნდა იყოს ყველა პროგრამისტი.
და მეც მქონი ეგეთი შემთხვევა, რომ აი რაღაცა რეაქტივი ვიცოდი, მაგრამ მე სამსახურში რაღაცა ვიუჭირდებოდა, თავდაპირველად ვისწავლი ერთ კვირაში და მე დავიწყე მუშაობა. ანუ ეგ არ უნდა იყოს პრობლემა რა ჩვენთვის. და ეხლა მინდა ვისაუბრე ხელოვნურ ინტელექტზე. იმიტომ რომ ბევრს გონია რომ AI ჩაანაცვლებს პროგრამისტებს და აი მაგის გამო სწავლის დაწყებას აზრი არ აქვს. მაგრამ მან საინტერესო ფაქტი ის არის რომ ეგეთ რაღაცას არც ერთი პროგრამისტი არ ამბობს. ანუ ვერავის ვერ ნახავთ რომელიც გამოსვლიან სფეროში და გეუბნებათ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს, ნუ არ გინდა რა. ხელოვნური ინტელექტი, ანუ იდეაში 5 წლის წინ რაღაც საქმეთვის საჭირო იყო 10 ჯუნიორი, ეხლა საჭირო 3 ჯუნიორი, იმიტომ რომ AI-ს გამოიყენებენ. მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ გაქრება სამსახურები. AI იდეაში არ არის ჩვენი კონკურენტი. ანუ AI versus პროგრამისტი არ არსებობს. არსებობს AI with programmer, ანუ უბრალოდ გვეხმარება AI ჩვენი საქმის გაკეთებაში. და მეც ყოველდღე ვიყენებ ძალიან ბევრ თულს, რომ საქმე გავიმარტივო, იმიტომ რომ რაღაცები მეზარება, რაც ვიცი როგორ კეთდება. ეგ ჩემთვის საინტერესო აღარა, იმიტომ რომ ანუ რაც არ ვიცი ეგაა ჩემთვის საინტერესო. და ვაკეთებინებ ხოლმე AI-ს. და იდეაში გან ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლოს პროგრამისტებს, არამედ ისეთი ადამიანები, რომლებმაც იციან კარგად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჩაანაცვლებენ მეორე სახის ადამიანებს, რომელმაც არ იციან ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ანუ თუ იცით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, AI-ის გამოყენება, ეგ პირიქით ბენეფიტი არის, იმიტომ რომ თქვენ პროგრესს აჩქარებთ, უფრო მეტ პროექტს ასრულებთ, უფრო მეტ შემოსავალს გაქვთ და ასე შემდეგ. ნუ ყველა წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგაზე ვისაუბრე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო ჭირდება, ბევრი შრომა ჭირდება. მე იმას არ ვამბობ, რომ აი რაღაცა ძალიან როკეტ ინჟინერი უნდა იყო რა, რაკეტების აწყობა უნდა იცოდე, ანუ ეგეთის ჭკვიანიც არაა საჭირო რა. ანუ ყველა ისწავლის განართული არ იმის გაგება, უბრალოდ ბევრს არ აქვს იმის უნარი, რომ აი რამდენიმე თვე ერთი წელიწადზე მეტი ჩაუждდეს და სისტემატურად ისწავლოს. ამიტომ იდეაში წარერეობა იგავ რომ ყველა ვერ მიაღწევს მაგის გამო წარმატებას. იმიტომ რომ ბევრს ეგ დისციპლინა არ აქვს. მაგრამ თუ ბონდე მიაწევით, აუცილებლად გამოგიგოთ. და იდეაში დღეს რაზეც ვისაუბრე, ჩემს გამოცდილებაზე რჩევები რაც მოგეცით, იდეაში იყო ის ნიუანსები ჩემი ამ ბოლო 3 წლიდან და კიდევ 5 წლიდანაც კი, იმიტომ რომ ადრეც რაღაცებს ვითომ ვსწავლობდი, რომელიც ძალიან მხევდა უკან და ძალიან მიჭირდა მაგის გამო განვითარება. ანუ ძალიან ბევრი სირთულე არის წინ, ძალიან ბევრი მარცხი უნდა გამოიაროთ, ძალიან ბევრი დროის დაკარგვა მოგიწევთ და იდეაში ანუ ალგოუნიც მაგიტო დავაარსეთ მე და ჩვენო მეგობრებმა. ეს მეგობრები შევიკრიბეთ და უბრალოდ დავიწყეთ პროგრამების სწავლა ადამიანების. თუმცა მარტო კურსები არ არის, ანუ მენტორის როლი არის ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი. და აი მაგაში გეხმარებით ზუსტად რომ აი მენტორი გეყოლებათ, რომელსაც გეხმარებათ ერთ-ერთზე და ხო თუ ის მომენტი გაქვთ რომ აი არ იცით და გაინტერესებთ თუ არა და აქამდე არაფერი გაკეთებიათ. YouTube-ზე დაგვსერჩეთ ალგოუნი და აი ფრონტ-ენდის ან ვების ბეისები მაქვს უფასოდ ჩატარებული, საფხული ვატარებთ. და აი ბევრს აქ მაგაში რაღაც კურსები რა 700 ლარად ყიდის, ანუ ლექციებში ფული არ უნდა გადაყაროთ, მაგრამ უფასოდ მაქვს და შეგიძლიათ ჩაუждდეთ, გადახედოთ და უფასოდ მიხვდებით, გაინტერესებთ თუ არა ეგ სფერო. ან მაგაში ფულის გადახდა და ეს ტესტვაში ფულის გადახდა არ არის რა. და იდეაში ეგ არის და ხო ვისაც დაგაინტერესებთ და სწავლა გინდათ სერიოზულად 25 სექტემბერს ვიწყებთ full stack-ის სამენტორო პროგრამას. ერთ-ერთზე იქნება mentorship-ი და ანუ საიტების აწყობას ისწავლით სრულყოფილად. და დასაქმების ამბებიცა, ანუ ეხლა მაგერს ვერ ვისაუბრეთ დღეს ბოლომდე, იმიტომ რომ ცოტა დრო მაქვს. მაგაზე კიდევ 2-3 საათიანი ლექციის ჩატარება შეიძლება. მაგაზე უკვე იქნება კურსი. რავი, ეგა მადლობა რომ მოგზავნით და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ networking-ს. სულ ესა. ალბათ თქვენ. კითხვები თუ გაქვთ მოგისმენთ, შემოვიდეთ. ისენ. ეს უნივერსიტეტში ვერ არის ხო მაინორად?
აი უნივერსიტეტის საკითხზე ან უნივერსიტეტი ის ადგილი იდეაში არა, რომელიც ამ პროგრამირებაში ყველაზე მაგარია, იმიტომ რომ 4 წელი ეხლა მაგალითად მე-4 კურსზე გადავედი და 3 წელი უკვე მუშაობ ჩემი პროფესიით. მაგრამ მე რომ ჩემით არ მესწავლა არაფერი და უბრალოდ უნივერსიტეტის საგანს მიყოლოდი და იმის იქით არაფერი მესწავლა, ანუ მე 4 წელიწადში კი არა ვერასდროს ვერ დავსახლებოდი. თან დღეს ისეთი ბაზარია. 5 წლის წინ შეიძლება, მაგრამ ეხლა ეგეთი ამბავი არ არის, რომ აი უნივერსიტეტის საგნებს გაყვე და დასაქმდე რა. აი მაინც შეიძლება აიღო კი. თუმცა ჩემი რჩევა იქნება და აუცილებლად ეგრე ხენი, რომ შენითაც ისწავლე დამატებით. რაღაცა YouTube შეუჯექი ან უნდების ან მენტორია იყვნენ, ან რაც გინდა რა. უბრალოდ შენითაც დაამატე, იმიტომ რომ უნივერსიტეტის ოდნით ეგრე სამსხურს სამწუხაროდ ვერ დაიწყებ. ვერ დაიწყებს ეგრე. შენით უნდა დაამატო რაღაცეები. და დიპლომიც აი დიპლომში თუ გიწერი არის მაინორად რაღაც IT ქონდა ან ტექი ქონდა, ეგეც არ შესრულეს, იმიტომ რომ დღესდღეობით დიპლომი და სერტიფიკატი არაფერს არ შვება. აი ჩვენც მაგალითად, ანუ ბოლოში სერტიფიკატს გავუცემთ რაღაც мотиваციის გამო, თუმცა ეხლა მე პირადად ერთი 500-მდე სტუდენტი მყოლია, პირადად ვისაც მენტორი და ვეხმარებოდი. და ამ 500-დან ერთი 2-3 მითხრა, რომ აი სერტიფიკატი მჭირდება თქვენი რომ აი იქ თხოვენ რა, მუშაობის აღზრებად. მაგრამ ეგ არის აი ძალიან იშვიათი შემთხვევა. უმეტესობაში არ გჭირდება რა. ამიტომ ეგ იდეაში არაფერს არ შესწვლის. თუმცა შეიძლება მაინორად აიღო და უბრალოდ ინტერესს გაგიღვიოს რა, უფრო. და მე შეიძლება მივხვდე აი რაღაც ერთი ბეისიკების სწავლა და მე უკვე შეიძლება მივხვდები რითი გაგრძელო და დამოკლევად ჩაბურშდები რა. და ეგ. სხვებს კითხები? ის არა. რაღაც ვაკანსიები არის სადაც ითხოვენ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ხარისხს რა. მაგრამ უმეტესობაში 90% ან 80%-ში მაინც არ ითხოვენ დიპლომს. სადაც ითხოვენ მაგისტრატურის დიპლომის არ შეიძლება მან შანსი არის იდეაში კი. ან თუ იმდენად საინტერესო ადამიანი ხარ, ან თან საინტერესო ხარ სხვებთან შედარებით, აპლიკანტებში შედარებით, მაშინ შეიძლება კი. მაგრამ დიპლომი დიდად ამსახველი საჭირო არა. ანუ ძალიან ბევრი არის რაღაცა ისეთი პროგრამისტი, რომელსაც უნივერსიტეტს თავი დაანება, არც მისვლა უნივერსიტეტში, მე საერთოდ დიპლომის არ მაქვს. ანუ ეხლა 1 წელიწადში ვიღებ. მაგრამ ჩვეულებრივად მუშაობ. ანუ აუცილებელი არა, უმეტეს საზღვრებში არც ითხოვენ. არა. აი მაგალითად free code camps თუ კურსი გავიარეს თვალს და იქ რაღაც სერტიფიკატი მინდოს LinkedIn-ზე დიდი ის არა აქვს. აი დიპლომს მაგალითად აი MIT არის სოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტი IT-ისთვის. აი მაგის დიპლომი თუ ვიღაცას აქვს, ეგ არის აი ძალიან ტოპი. აი მაგით მართლა გაიქაჩები. და ერთმა LinkedIn-ზე დაწერა, აი ხალხი რო წვალობს და უნივერსიტეტში სწავლობს, უბრალოდ დავიწერე LinkedIn-ზე MIT-ში სწავლობ რა. არა და არც მივლიო. MIT-ში. Massachusetts Institute of Technology. და უბრალოდ დავიწერიო რა, ისა რომ ვითომ სწავლობ არც მიგვი ერთი დღეო და ვიღაცები წერდნენ რომ მაქებენო და რაღაცებს თავაზობენო რა. ანუ არა და საერთოდ სხვები ფულს ხარჯავენ, მაგრამ ძალიან ძვირი ეგ და ძალიან ისეთი ამერიკაშიც რო არის პრობლემა, მაგრამ ეგით დიპლომს აქვს კი წონა. აი ხა მე რო BTU-ში ვსწავლობ და აი BTU-ს დიპლომი ვისად უნდა რა. აკადემია, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ისეთი საგნებია, რაც არ გჭირდება. ანუ აქ პროგრამირებას სწავლობ რა, ანუ რაც სხვა არასაჭირო საგნებს არა. და თან მენტორი გეხმარება. ანუ უბრალოდ ლექციები არა. საერთოდ ლექციებში ან მარტო ლექციებში შემეძლეთ ან ფულის გადახრა არის რა. ბევრი კურსი აქვს ეგეთი რაღაცა, რომ 700-800 ლარი ყიდის პროგრამირების კურსებს. რავი, ანუ უფასოდ დევს YouTube-ზე, ბოლო ან Udemy-ზე $30 და ჰა? ხო, $15 დევს. და ეგ არა.
ეს ისტორია არა დღევანდელ დროს, ჩემი აზრით, რომ აი ლექციაში ვიღაცა 7 წლები გადაახტები. მობაილიც ეხლა უნდა დავიწყოთ React Native-ით. ეხლა ამ ნაკადს რომ მივიღებთ, მე გვინდა რომ ეგეც ჩაუშვათ, იმიტომ რომ ერთი როს თქვენ ხავს, ეხლა ლექციებს უნდა დავიწყო. და კიდე არის კიბერუსაფრთხოებაც. კიდე კითხვები? როგორ? იდეაში თავისით ვერ ხდება როდის ამზად, ყველას ეგეთი ის აქვს, რომ არ იცი როდის არის მზად, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ რაღაცა აი თუ ვების მხარეს მიდიხარ, ანუ საიტებზე, ტექნო რაღაცა ბიბლიოთეკას რო ისწავლი, React-ი მაგალითად, და აწყობ რაღაც რთულ საიტებს, აი e-commerce საიტებს, რაღაც სკოლას და შემდეგ მე უკვე ღირს რა, შევის გაგზავნა, მაგრამ იდეაში არა თუ დუაპით გაგზავნა საზრი არ აქვს. ისო აი მაგას ვერ გეტყვი. აი მაგის გარანტიას ვინც იძლევა, აი ყველა გატყუებს. აი მაგალითად მე მყოლია სტუდენტები ეხა ფრონტ-ენდის კურსს, მოდი 8 თვე არის სალექციო მასალა, მაგრამ ნუ ახლა მენტორი ვარ ხოლმე, ზოგი 6 თვეში გადის, ზოგი 12 თვეში, ანუ მიყვები ხოლმე რა მაგის ტემპს. ანუ არავის არ ელოდება, არავის არ ასწრებს. ყოლია სტუდენტები რომ მოსულან და 9 თვის მაგირავად კურსი 9 თვიანი 6 თვეში დაუწყეთ მუშაობა ზოგს წელიწად ნახევარში, იმიტომ რომ დღეში 1 საათს ვთხოვდა და ნელა მიდიოდა რა. ყოფილა რომ 3 თვეში მოსულა, რაღაცები იცოდა, რჩევები მივეცი, მონიტორი და მე დაიწყო მუშაობა. ანუ ეგრე ვერ გეტყვი. შენზეა დამოკიდებული. და ზოგადად კიდევ იმას ვიტყვი, რომ არც ერთი კურსი, არც ერთი პროგრამა, არც ერთი არაფერი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასაკვირდე. აი მეც მაგალითად ლექციებს ვკითხულობ, რაღაცებს არ ხსნი, ძალით, იმიტომ რომ სტუდენტმა დასაშვოს რა. და ეგრე არც ერთი კურსი არ მოგცემს იმას, რომ აი დასაქმებისთვის მზად იყო. ანუ იმის იქით, ანუ მე შეიძლება რაღაცები გირჩიო, განახმარა, ეგ რაღაცები კურსი მე შენ თვითონ გააკეთო რა, რომ რაღაც დამატებით იშრომო. ანუ ეგრე ბევრი ამბობს, აი 8 თვე ისწავლი და იმის იქით არაფერი გინდა და დაიწყე მუშაობს. ეგრე არა სამწუხაროდ. კი, ბექი გვაქვს Node-ზე და Python-ზეც გვაქვს. C#-ზეც გვაქვს. მარტო ბექიც არის, მარტო ფრონტიც არის, full stack-ი არის მთლიანად. ვისაც როგორ მოგისურვებთ. ისე. React-ამდე? React-ამდე უნდა ისწავლო HTML, CSS-ით, JavaScript-ი. მანდ ზოგი სხვა დაგეთებს, ზოგი იწყებს HTML, CSS-ით. ზოგი იწყებს JavaScript-ით. ორივეს აქვს თავისი დადებითი მხარე. HTML, CSS-ით რო იწყებს, საიტებს აწყობ ვიზუალურად და ეგრევე ხედავ შენ შედეგს და მოტივაცია გიმაყდება რა. მაგრამ მე JavaScript-ზე გადადიხარ პროგრამის ენაზე, ეგ უფრო რთული არის და მე უფრო ეს რა არისო რა, იტყვი. აი პირიქით რო აკეთებ, თავიდან რთულია JavaScript, ეგრე რო იწყებ, მაგრამ მე HTML, CSS-ზე გადახარ, ეს მე ძალიან მარტივდება რა. როგორც გინდა ისე მივდექი, მაგრამ ნუ HTML, CSS, JavaScript-ი, DOM-ი ეგენი თუ არის გეტყვი. DOM-ი უკვე ინტერაქციისთვის და აი მაგის მე ისწავლე React-ი. მაგ React-ში რაღაცები დამატებით დაგჭირდება, აი მაგალითად Tailwind-ი რო გასტილო, რაღაცა style კომპონენტები, axiom-ი და ასე შემდეგ რა. და ბოლოს React-ის მე გიჩვენ Next.js. იმიტომ რომ ბევრი ითხოვს. ჯობია ისწავლო TypeScript-ი. იმიტომ რომ ბევრი ითხოვს, აი უფრო მკაცრი არის და უფრო კარგია დიდ პროექტებში. და იდეაში უმეტესობა TypeScript-ზე მუშაობს. სიმართლე რომ ვითხრა. დიდი კომპანიები TypeScript-ზე მუშაობენ. და მაგის სწავლას არაფერი არ უნდა, ანუ ის TypeScript-ის ზონა რაც გჭირდება ვებში, ისწავლი 2-3 დღეში. მეტი არ გჭირდება. უბრალოდ მე პრაქტიკაში უნდა გაიღრმავა. ძალიან სიღრმეები აქვს მაგასაც და შეიძლება 2-3 თვე დაგჭირდეს, მაგრამ ეგენი საჭირო არა. 2-3 დღეში მარტივად დამოყვანებ რა. Data analytica? გავი მშვენიერი არის. ანუ ეხლა მაგ სფეროში შეხედული არ ვარ, მაგრამ რაღაც მაგასებრე მინახავს, ბლომოდიყო. სახელოში ეხლა ყველა ვაკანსია უფრო ცოტა არის, მაგრამ აი ეს რჩები რო გაითვალისწინო რაც ვებზე თქვი, მანდაც იგივე. ანუ რა სფეროში თან უნდა იყო იდეაში, ტექში.
ყველგან მიაღწევ წარმატებას თუ სწორი ნაბიჯები გადადგე. იმიტომ რომ ყველაფერი საჭიროა რა დღესდღეობით. თავარია რა დაგინტერესებს, ანუ თქვენზე დამოკიდებული რა დაგინტერესებთ და მე იმის მიხედვით თუნდა იმოქმედოთ. ეხლა მაგალითად აი ადერო game development-ში ვიყავი. Game development-ი ძალიან მიყვარს თამაშების აწყობა. თან საიტებზე მეტადაც კი უბრალოდ ამ სფეროში მინდა გადმოვიდი რომ პრაქტიკულად რო კარგი, იმიტომ რომ game development-ზე საქართველოში რთულია. წარმატების მიღწევა ცოტა კომპანიებია. სტაჟიოდ კი ვიყავი, მაგრამ იქ არ ვიცი რა გამოვიდოდა. მაგრამ აქ იმიტომ გამოვიდე პრაქტიკულად მერჩი მინდა რა, მაგრამ ესეც მაინტერესებს. ანუ რაც გაინტერესებს, ტექში ყველაფრიდან შეიძლება რომ ფული ისოვა, ოღონდ ბოლომდე თუ მიაწაკი. კიდევ კითხვები ხომ არ გაქვთ? ამ სფეროში აქტიურად ვარ 3 წელი. მაგრამ პირველი კოდი დავწერე 5 წლის წინ. მაგრამ ის პირველი 2 წელი იდეაში არ ვთვლი მაგას, იმიტომ რომ ძალიან ცუდად ვსწავლობდი. აი რო გითხარი ერთხელ კოდი რო დავწერე და 1 წელი არ მისწავლია, ეგეც შედის. მონუმენტური კოდი და კაი იქნებოდა, მაგრამ აქტიურად ანუ რაც მუშაობ აუცილებლად 3 წელი. აქვს კიდე კითხვები? არ გვერდით თავარია. Swift-ი Swift-ი მეც მაინტერესებს სხვა შორის. Mobile ეგეც მოთხოვნადია. Mobile-ში იყენებენ iOS-ისთვის. აბა. მე მეგონა ენაზე მეუბნებოდი. სხვა შორის ეგ გაუზიარე სტუდენტებს დღეს. Switch-ში ეგეთი რაღაცა ხდება, რომ პირველი არის ხოლმე როგორც მახსოვს უნარები. ტესტი არის ონლაინ. მერე არის უკვე ტექნიკური ტესტი. მერე არის პროექტი და მერე უკვე მიდიხარ და იქ პირისპირ გასაუბრება არის რა. მანდ მოხვდა რა მარტივი არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია არის. უბრალოდ მე ხა მაგალითად მან ჩემი ძმაკაცი მოხვდა 1-2 წლის წინ. ოღონდ რაღაც ბევრი ეტაპი გაიარა და რაღაცა 500 კაცი და ბოლოს 6 დარჩნენ და იმ 6-დან აარჩიეს რაღაცა ეგეთი, მაგრამ მან თუ მოხვდები, კაი სიტუაცია რაც მე მსვენია. რაღაცა პროექტებზე მუშაობ, ბევრ რამეს სწავლობ და განვითარების მხრივ კარგი არის კი. სწავლობ ღირს. ანსამბლში სტაჟი ვაქვთ. პირველი 6 თვე აქვს 500 ლარი მგონი. ხო, ცოტაა, მაგრამ იდეაში მან ალბათ გააჩნია, იმიტომ რომ მან რამდენი მენტორი არის, მანაც მენტორი ყავთ და ჩემს მაგას მაგალითად როგორი მენტორი შეხვდა, ძალიან მოსწონდა რა. ანუ ბევრ რამეს სწავლობდა და ანუ მართალი 6 თვე 500 ლარზე იყო, მაგრამ ეხლა აქ რა ვიხუტნი შეხალხასი უკვე. ანუ კაი სტარტია რა იდეაში. ცდად ღირს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ანუ მაგის კიდე ერთი ჩო მექნება, აი მაგაზე სიტყვას რომ გააგზავნე, მაგას არ ელოდო რა. თუ სხვა რაღაცები გამოგიჩნდა, მაინც გააგზავნა, ნუ. თან რომც მუშაობდეთ რაღაც სამსახურში, ყოფილი არ უნდა იყოთ, ანუ კიდე სხვა სამსახური უნდა ეძიოთ აუცილებლად. კითხვები? კიდევ? კარგი, თუ კითხვები არ გაქვს, მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. როგორ? Python-ს front-end-ში Python-ი შეგვიძლია რომ სწორედ back-ში გამოიყენო, ან AI, ან machine learning-ში გამოიყენო AI-ს გააკეთო რა. აი მაგალითად AI-ში, data analytics-ში და ეგეთ საკითხებში Python-ი არის აი უკონკურენტო. მაგრამ web-ში მაგალითად შეგვიძლია JavaScript-ს გამოიყენო back-ში. მაგრამ Python-ი შეგვიძლია JavaScript-ი იმითაკაი რომ front-ს რო ისწავლი, მე უკვე იცი ენა და სხვა ისწავლა არ გიწევს, მაგრამ Python-ი რავი თამაში შეგვიძლია გამოიყენო ბევრ რამეში. AI-ის კურსი არა გვაქვს. ანუ რა იგულისხმება, თვითონ AI რო ისწავლი ინჟინერია? AI-ის გამოყენებას?
ანუ თავი Python-ის და თავი AES იყენებ, რომ რაღაცა აწყო თუ ვერ მივხვდი. ხო? კი. ოღონდ აი full stack-ზე ეხლა რა პროგრამასაც ვიწყებთ full stack-ზე. ეგრე არის, რომ front-end-ი არის JavaScript-ით, რა თქმა უნდა, იმიტომ სხვა ალტერნატივა არა და back-ზე არის Node.js JavaScript-ით. მაგრამ შენ შეგვიძლია front-ს რომ მოჩვევი, მე ცალკე კურსი აიღო Python-ის, back-ისთვის. ანუ ეგეც შეგვიძლია რა, ანუ შეგვიძლია C# თუ C# და C# აიღო. ანუ შეგვიძლია რაღაცები გადაალაგო რა, ეგ პრობლემა არა. ეგ იყო კითხვა თუ კიდე არასოდეს ხო? აღარ გითხოვენ? არ მოგიგეთ. კარგი. მადლობა დიდი და ეხლა შეგვიძლია რომ უბრალოდ ერთმანეთი გავიცნოთ და ზოგადად რა ნახოს ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ. ეგ გადაიქ. შეგვიძლია თიკახვიდეთ, როგორც გინდათ. მადლობა თქვენ.